Სალამი მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე გამეკეთებინა ვიდეო კითხვა-პასუხებზე, რომელიც საკმაოდ ბევრია და რომელიც ძირითადად ერთ და იგივეა ხოლმე განსაკუთრებით დამწყებების შემთხვევაში. მოდი შეგახედებთ ბარემ, რომ ეხლა აგერ ვარ იმაში, ბელგიაში, ერთ-ერთ პარკინგზე. ვიდეოს თუ ადევნებთ თვალყურს, ამ მომენტსაც ნახავთ აქ როგორ მოვედი. მოკლედ, მოდი დავიწყოთ ეს შეკითხვები, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ეს შეკითხვები და ხშირად ერთ და იგივე კითხვები მეორდება ხოლმე მეგობრებო და ამიტომ ჯობია რომ ერთი ვიდეო გავაკეთო. და ამის შემდეგ კიდე თუ გექნება შეკითხვები, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მომწეროთ და შევეცდები ამ უმწურავი პასუხი გაგცეთ. მოკლედ რო გითხრათ მეგობრებო, ჩემს შესახებ 3 წელზე მეტია რა ვცხოვრობ ევროპაში, ოჯახთან ერთად. ამ 3 წელს განმავლობაში ვარ მეც ტრაილერის მძღოლი. აქამდე ტრაილერთან შეხება მე არ მქონია ტრაილერთან, თორე ზოგადად დიდ მანქანებთან კი ბატონო, იმიტომ რომ 100 წლიანი ერთი მართვის მოწობა უკვე დამიმთავრდა და მეორე მაქვს აღებული. ამყოფი ვარ სხვადასხვა ქვეყნებში: ინგლისი, პოლონეთი, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, დანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, არაბეთის გაერთიანებული სამეფო. ანუ 4 ქვეყანა აქედან მანამდე ვიყავი რაღაც პირად საქმეს და სამსახურიდან და დანარჩენი ამ საქმე მანახა თან არაერთხელ, ძალიან ბევრჯერ. ავტომობილების კუთხით მეგობრებო, მაქვს გამოცდილება 25 წელზე მეტი, აქედან 10 წელზე მეტია სატვირთო ავტომობილებთან მაქვს შეხება. საქართველოშიც მომიწია რაღაცებზე, სავეცკი მანქანებზე მუშაობამ, ასე ვთქვათ, ბოლო 3 წელია უკვე ამ ტრაილერზე ვარ რა. საერთო ჯამში გავლილი მაქვს მილიონზე მეტი კილომეტრი მეგობრებო, გატარებული მყავს 400-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი, 25 სხვადასხვა ტიპის სატვირთო, 20 მოტოციკლეტი, 10 სპეცტექნიკა, 2 წყლის ტრანსპორტი და 1 მატარებელიც კი გამატარებინეს მახსოვს ბავშვობაში დაახლოებით 10 წლის ვიყავი, 10-12 წლის. და უბრალოდ ერთი ცეხიდან მეორე ცეხამდე მე გადამაყვანინეს, ძალიან ისეთი შეგრძნება იყო, არ დამავიწყდება არაფრით. რაც აქ ჩამოვედი მეგობრებო, ტრაილერით მატარებლით მომიწია დაახლოებით 30-ზე მეტჯერ მგზავრობამ, ხოლო გემით, 100-ზე მეტია გემით ნამდვილად. ხო, ეს მოკლედ ჩემს შესახებ, შეიძლება ვიღაცამ თქვას რაღაცა ძალიან მოკლეთო, მაგრამ მართლა მოკლედ არის ეს ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრი სხვა გამოცდილებაც მქონია ცხოვრებაში, ბევრი რამე მიცდია. მოდი ახლა შეკითხვებზე გადავიდეთ. დამწყებების შეკითხვებზე, ესე დავალაგე რა რომ დამწყებების შეკითხვები. ესე იგი, რა არის საჭირო პოლონეთში ტრაილერის მუშაობის დასაწყებად, თუ არასდროს ქონია შეხება ტრაილერთან? სურვილი მეგობრებო, მეტი არაფერი. არავის არ ქონია ტრაილერთან შეხება, ბევრს არ ქონია ტრაილერთან შეხება, უფრო სწორედ, ვინც აქ ჩამოვიდა. ეხლა ძირითადად იწერებიან მძღოლები, რომლებიც საქართველოში აქვს გამოცდილება საქართველოს რუსეთს რეისებზე, მაგრამ პირადად ჩემი ოჯახის წევრები მყავს მეგობრებო, ჩამოყვანილი ბევრი, რა ვიცი, ერთი უსაქმური იყო, ერთი სამხედრო იყო, მეორეს რაღაც დაშლილები ქონდა, მესამე რაღაც მალიარი იყო და ეს ყველა ტიპის ხალხია მოკლედ რა. და სურვილი მეგობრებო, მხოლოდ სურვილი, მეტი არაფერი არაა საჭირო პირველ ეტაპზე. დანარჩენი რა თქმა უნდა საბუთები და ხარჯებიც რა თქმა უნდა იქნება. ეხლა მაგასაც დეტალურად გავვლით. მეორე შეკითხვა, ანუ რამდენი წლის უნდა ვიყო რომ მიმიღონ, ან რამდენის არა რომ აღარ მიმიღონ. ყველაფერი არის ინდივიდუალური მეგობრებო და ამას ხშირად ვიტყვი, იმიტომ რომ აქ ერთ და იგივე ისტორია არ განმეორებულა ჯერ არაფერში, არც საბუთების აღებაში, არც იმაში მოკლედ. ჩვენთან მუშაობს მაგალითად 68 წლის ადამიანს ვიცნობ ჩვენი კომპანიაში, ხო? და პირველ კომპანიაში რო დავიწყე 19 წლის ბიჭი იყო, მაშინ მანდაც მუშაობდა, ანუ ინდივიდუალურია, ვერ გაიგებთ. მაგრამ ზოგადად უხეშად რო თქვა 20 წლიდან 55 წლამდე. მაგრამ ყველაფერი განიხილება, გააჩნია სიტუაციას, თქვა კომპანიას მძღოლები როგორ უნდა იმ მომენტში და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მოკლედ ახლა აქ რო არ გავჩერდეთ. მანქანები და ტვირთი დაზღვეულია? კი მეგობრებო, მანქანები და ტვირთი დაზღვეულია, არის სხვადასხვა კომპანიები, სადაც ამ სადაზღვეულში ფრანშიზა აქვს, ან შენ გახდევინებენ, მაგალითად ჩემს პირველ კომპანიაში, რაც არ უნდა გამიფუჭებინა მთელი ტრაილერი რომ ამდგარიყავი და გადამეტრიალებინა და დამეწვა სიტყვაზე ვიზახი, დამწვარი იყო სპეციალურად, არა მაგით გამო დაგიჭერე რაღაცა რომ მოხდეს. იქ იყო ფრანშიზა 800 ევრო მანქანაზე, 800 ევრო მისაბმელზე. ასეთი იყო იქ, სხვადასხვა სიტუაციაა ყველგან, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მსგავსი არაფერი არაა.
რაღაცა ბლანკები გვაქვს ჩვეულებრივად, თუ რაღაცა მოხდან, გაუსთან რაღაცა და აქ ამ 3 წელში მე ვისაც ვთვისდომ სერიოზული დაზიანება არავის არ ქონია, თუმცა მცირე გასმები მით უმეტეს დამწყებების შემთხვევაში და თან თავიდან ეხა არის ხოლმე კი ან საბურავს გაჭრიან, ან მისაბმელს რაღაც გამოდებენ, ან შეიძლება უკან სტოპი გატეხონ და ასეთ რაღაცაზე სხვადასხვა სიტუაცია და მანქანასაც რო გაუსვათ ან რაღაცა არის სპეციალური ბლანკები, შეავსოთ უბრალოდ ამას მიცემთ ვინც დააზიანეთ და რაღაც ესე მარტივად გვარდება ხოლმე აქ ასე რომ კი მეგობრებო ავტომობილები დაზღვეულია, ჩვენთან ასეა, სხვაგანაც დაზღვეულია ხოლმე როგორც წესი, თუმცა სხვაგან სხვა პირობებია და არის კომპანიის და დაზღვეულის არა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთან ასეა მოკლედ. პოლიცია ხშირად აჯარიმებს და ჯარიმები დიდია. მეც რომ მოვდიოდი მეგობრებო, ძალიან ისე ანუ კი გამოიმუშავებ ფულს, მაგრამ ჯარიმებისაც იმდენს იხდი და რაღაცები გამეგო რა და მეც ძალიან ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ და ძალიან ბევრ რაღაცაზე ვიყავი ესე ხიზლად ესე რო ვთქვათ რა. თავის დროზე როცა ჩამოვიდი, მით უმეტეს მე არავინ არ მყავდა რჩეველი, უბრალოდ შემთხვევით აი საიძე ვიღაცა მოვიძე, ვიღაც გორელი ბიჭი იყო, იმან მირჩი აგერწადიო, ვროცლავშიო და ისწავლეო კოდე 95-ო. და ესე უბრალოდ უცნობი ადამიანის რჩევებით ყველაფერმა გაამართლა სხვათა შორის და მადლობას გადაუხადებ ბევრჯერ მაგ ადამიანს. ჩამოვედი, იმ ბიჭმას მირჩი ამ კომპანიაში მიდიო და ავიწყე და მე თვითონ უკვე ცოტა რაღაც გამოცდილება რო დავაგროვე, გადავედი სხვა კომპანიაში, ანუ მაგ კომპანიაში, რომელშიც სამსახურს თავაზობ. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ყველაფერი ინდივიდუალური, აგერ მეორეჯერ ვიძახი უკვე, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, რა ვიცი, მაგრამ ჩემი სანაცნობოდან ამ 3 წელში ვინც იყო, ყველას ჰქონია ჯარიმები აბსოლუტურად განსაკუთრებით იმაზეა საუბარი, ვიდეო ჯარიმებზე, ანუ რადარის ჯარიმებს რაღაც მიდიხარ, ჩაივლი და ჩვენთან ხო არის იქ პლუს 5 კილომეტრით შეგიძლია თქვათ იარო ან რაღაც. აქ დაჟე პლუს 2 კილომეტრზეც შეიძლება ზოგან ჯარიმა მოგივიდეს. და მოდის ხოლმე კი ბატონო, ხანდახან 30 განსაკუთრებით თავიდან ვიძახი, ხა უკვე აღარ, მაგრამ განსაკუთრებით თავიდან მოხდება ხოლმე, მით უმეტეს უცხო ქვეყანაში რომ მიდიხარ და არის. ასევე არის თქვა შეიძლება სადღაც შეხვიდეთ, ან ზნაკი გამოგჩეთ, ან რაღაცა დიდი მანქანით შესვლა არ შეიძლება, თუ პატრულმა დაგინახა დაგაჯარიმებთ, შეიძლება არ დაგაჯარიმოთ და გაგატაროთ, მე პირადად გაუტარები ვარ, რა შემოუხედია და არაფერი, მაგრამ მქონია შემთხვევა, ერთხელ მოვიდა სახში მოვიდა მე პოსტით ჯარიმა, რომ იმაზე შევსულა, რა ქვია, ბელგიაში შევსულა, სადაც არ შეიძლებოდა იქ. და მაგის ჯარიმაც მოვიდა, მაგრამ ამ ყველაფერ ჯარიმებს რო გადახედოთ, ძირითადად ეს ჯარიმები არის 30-40 ევრო. 100-150, ნუ ყოფილა შემთხვევა, როცა კომპანიის გამო რაღაცა კომპანიამ ბევრი სიტუაცია და ბევრი ნიუანსებია, მაგალითად ინგლისიდან რო გადმოდიხარ საფრანგეთში დაცლა არ შეგიძლია რომ გააკეთო. ხო და რაღაცა სიტუაცია ქონია ჩემს მეგობარს, რომ ინგლისიდან საფრანგეთში რო გადმოვიდა, რაღაცა მოხდა, მოკლედ თვითები არ შეცვალეს, რაღაცა უნდა გაეშვა, სხვა კომპანიაზე ვსაუბრობ ახლა. და დაცალეს საფრანგეთში და ეს რამოდენიმე დღის მერე, როგორც იცით ტახოგრაფზე თუ არ იცით, მე მაგასაც გეტყვით, ტახოგრაფის ბარათზე შეეძლოთ ადრე 28 დღე ენახა პოლიცია რომ ამოიღებდა ამ ბარათს, მართვის მოწმობასავით ბარათი არის, რომელსაც ესე ჩავდებთ ხოლმე და ჩვენ სამუშაო დროს ეგით სიჩქარის გადაჭარბება აქვს თუ რა გვაქვს, ყველაფერს მოკლედ შპიონია ესე რო ვთქვათ რა. მაგრამ ეხა უკვე 56 დღე არის. და ამ ტახოგრაფის გადამოწმებით უნახეს ერთხელაც რომ რაღაც კონტროლზე მოხვდა და უნახეს ერთხელაც რომ ესეთი ის ქონდა დაცლა ქონდა ინგლისმერ საფრანგეთში და დააჯარიმეს თუ არ ვთქვი ან 600 ან 800 ევროთი, მაგრამ აი კომპანიამ გადაიხადა. ყველაფერი ინდივიდუალურია. ანუ კომპანიასაც შეიძლება რაღაცა მოუვიდეს და შეეშალოს, მაგრამ მაგას თვითონ აკეთებს ხოლმე, აგვარებს ხოლმე როგორც წესი. არიან კომპანიები, რომლებიც აი ესე პირდაპირ გეუბნებიან რომ აი მოდი დაარღვიე და რაღაცა მე იმას ვიზავ, მივხედავ მე რა. არ გიჩვენებთ ასეთ კომპანიებთან მუშაობას, მეგობრებო, რა თქმა უნდა. და მაგ კომპანიებშიც უმუშავია ჩემებს და გადაუხდია ზოგს, არ გადაუხდია. ვერ გაიგებ რა, ამიტომ გირჩევთ ყველას მოძებნოთ დიდი სტაბილური კომპანია. დიდ სტაბილურ კომპანიაში ხელფასები არის სტაბილურად, მაგრამ არ არის მაგალითად 80-85 ევროა საშუალო ბაზარი ყველგან ასეთ კომპანიებში. არის 90 ევროს მეგობრებო რო არ მოგატყუოთ, 105 ევროს, 100 ევრო, ყველაფერი არის, მაგრამ ყველგან სხვადასხვა სიტუაცია აბსოლუტურად. ვიღაცა შეიძლება მუშაობს და კარგად არის, მაგრამ იგივე კომპანიაში შეიძლება კიდე ვიღაცა მივიდეს და იმისთვის ცუდად იყოს. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. იგივე ჯარიმებზე ვიძახი, იგივე ანაზღაურებაზე, იგივე კარგ რეისებზე და ბევრ რამეზეა მოკლედ დამოკიდებული. ამიტომ ჯარიმების კუთხით რო ვთქვათ, არის ჯარიმები, მაგრამ თუ დათვლით, წელიწადში შეიძლება ჯარიმა მოგივიდეთ ორჯერ ან სამჯერ რაღაცა ესე 30, 100, 80, ან საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა რომ არაფერს არ წყვიტავს ისეთ კატასტროფას.
არის მეგობრებო განსხვავება და გამონაკლისი ყველაფერში. თუ ძალიან არ მოინდომებთ, თქვენ ამ ჯარიმებით ვერაფერს ვერ დაგაკლებენ, ესე რომ ვთქვა და თქვენ ჯიბეს დიდად ვერ შეეტყობა. იყო მაგალითად ახალი ჩამოსულიყავი მაშინ ერთი უზბეკი ბიჭი, მაგის ვიდეოები YouTube-ზე ზდევს, რომ მოკლედ რა ვიცი, თუ რამე ცუდი შეიძლება და ყველაფერი გააკეთა ერთ მონაკვეთში, ასე რომ ვთქვა. ხო და დაახლოებით 8000 ევროზე დავებოდნენ მაგას. რაღაცა მისაბმელი იმან დაიტოვა, მანქანა ამან დაიტოვა, იქ საზღვართან გვირავთან დაატრიალა, მოკლედ რაღაცა გააკეთა რა. ეკთემათ შეიძლება ეგ ვიდეოს დანახი და არის ხოლმე კი ბატონო 5, 7, 8000 ევროიანი ჯარიმების, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიგე მე ესეთი. ისიც უბრალოდ აი ესე იმ პირველ კომპანიაში მუშაობდა, მე რომ მივდიოდი, ის მიდიოდა უკვე, ჩვენ მე რომ ვიწყებდი, ის მიდიოდა. დანარჩენი გაგებით ახლა YouTube-ზე თქვენ თუნდაც შეგიძლიათ დაძებნოთ და უამრავ ინფორმაციას გაიგებთ, მაგრამ ახლა YouTube-ზე რა ხდება ვერ გეტყვით სიმართლე გითხრა, მე რასაც გიყვები თქვენ და მე რასაც ვამბობ მხოლოდ იმას, რაც მქონდა პირადად მე გამოცდილებაში და პირადად ჩემიანებს, ანუ ჩემს სიძეს, ჩემს ზმაკას და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ ვიღაც ბრძოლებს ახლა აქ რო გაიაროთ, ეს ამათაც უამრავი ინფორმაცია აქვს ყველას ისევ თავიანზე, მაგრამ ამათ არ ვაზიარებ, მე მაინც არ ვიცნობ ადამიანს და შეიძლება ისე არ იყო, ხო ან რაღაცა ისე არ თქვა. მე რაც მქონდა იმას ვიძახი მეგობრებო, მოკლედ ჩემი წრიდან გამომდინარე. ჯარიმები არის, მაგრამ არ შეუშინეთ არაფერი განსაკუთრებული, ძალიან არ მოინდომოთ, თავარია და ყველაფერი კარგად იქნება. Ragis frena tuda abratna. Ragis frena tuda abratna, მეგობრებო, ანუ ხარჯებს თulis ეთყობა ამ კითხვის დამსმელი. სხვადასხვა ფასები აქვს, გააჩნია მეგობრებო, ნახეთ, თუ ქუთაისიდან იფრენთ და როდის იყიდე ხა დღეს რომ მინდოდეს მე ხა ბილეთს და ხვალ ვიყიდო ძვირია. ძვირში გულისხმობ შეიძლება 600, 700, 800 ლარი იყოს. მაგრამ დღეს რომ ჩამოვედი მე აქ სამუშაო და რო ვიცი რომ თვენახევარი უნდა ვიყო, ერთი თვე უნდა ვიყო, წინაც 5 თვე უნდა ვიყო, წინასწარ ვიყიდი ამ ბილეთს და წინასწარ უკვე შედარებით იაფია ხოლმე. და ასე შედარებით იაფაში, იქით-აქით გაფრენა, გამოფრენა და ახლობით 400-600 ლარში შეიძლება. რა, უფრო ნაკლებშიც არის ხოლმე ხშირად, უბრალოდ ადრე იყო ხოლმე 30 ლარშიც იყო და 50 ლარშიც იყო ბილეთები და ეხლა ვეღარ ვხედავ ხოლმე რატომღაც. ვიზი არ გულისხმობ ქუთაისიდან ფრენა და პირდაპირ თბილისიდან ფრენა დაახლოებით ეგრეა რა 1000 ლარის ფარგლებში 800, 1000, 1200 ლარი. ანუ რა განსხვავებაა ქუთაისში თუ იფრენთ, მაშინ თქვენ უნდა დახარჯოთ გარკვეული დრო, ხო? ქუთაისში ჩაფრენდეთ ქუთაისიდან თქვა თბილისში მისვიდის იქ ერთი დღე უნდა ბუსით უნდა ჩახვიდეთ პოზნანში და 2, 3, 4 დღე დაიკარგება ამაში და ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, როცა დღეში ხა 85 ევროზე ახვალთ, ხო? 85 ევრო ჯერ 4 უკვე სხვა ფასია და ხანდახან ჯობია ხოლმე რომ პირდაპირ თბილისში გადაფრენდეთ. მაგალითად ბაზები ჩვენ გვაქვს გერმანიაში და ჰოლანდიაში დიდი ოფისი არის პოლონეთში, სადაც პოლონეთში უნდა ჩამოხვიდეთ, დაждდეთ ბუსზე, წახვიდეთ იმაში, რა ქვია, ბაზებზე. ჩემი მეგობარი მაგალითად აღარ ჩამოდის ხოლმე პოლონეთში, ამ ბუსს აღარ მოყვება ხოლმე, იმიტომ რომ ერთი დღე ბუსს უნდა, მერე იქ ერთი დღე სასტუმროში უნდა გაჩერდე, მეორე დღეს გაფრინდე იქიდან ქუთაისი და დრო ეხარჯება. ამიტომ პირდაპირ ძვირად ყიდულობს ხოლმე იმას თბილისის ბილეთს, ან იგივე ქუთაისის ბილეთს და პირდაპირ ან გერმანიდან, ან ჰოლანდიიდან მიფრინავს ხოლმე. იქ ტაქსში გადაიხადოს ურჩევნი, ანუ ფინანსურად და დროით რო დათვალოთ საბოლოო ჯამში, მას უღირს. ვიღაცა შეიძლება არ უღირდეს და ვიღაცა თქვა შეიძლება გზად სადმე გავლა უნდოდეს, მაგალითად იგივე პოზნანში რო ჩამოვა, ვარშავაში უნდა, არ ვიცი ხა ვის როგორ, მაგრამ დაახლოებით თბილისიდან ფრენა 800, 1000 ლარი, აი ესე 1200 ლარი ესე შეიძლება დაითვალოს. და ქუთაისი დაახლოებით 400-600 ლარი, 700 ლარამდე, 650 ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, ეს თქვენთან შედით და ნახეთ საიტებზე, მაგრამ მიახლოებით წარმოგიდგენთ ეს უხეშად რომ მიათვალოთ, აი ესე შეგიძლიათ მიათვალოთ, მოკლედ ხარჯებს თუ ვიღაცა თulis და თქვა აი რა გამომივა საბოლოოდ თუ იმაშვება. შემდეგი შეკითხვა. მოდი ეს შეკითხვა ქვევით ქონდა, მაგრამ ბარემ აქაც გეტყვით ამას აქ ჩავსვარო. თვეში რა დამიჯდება, აქ თავის შენახვა, ასე რომ ვთქვათ. უკვე როცა გაფორმებული ხარ და მუშაობთ, ამაზე ვილაპარაკოთ ახლა. დაახლოებით 300-350 евро ყოფნით ხოლმე მძღოლებს. მეც ასე ვიყავი, როცა მწეველი ვიყავი და ახაც ვეწევი სიმართლე გითხრათ, მაგრამ ეხა მე ყოველ კვირეულ რეისზე ვარ და ჩემი ხარჯები ცოტა სხვა არის, იმიტომ რომ სულ პოლონეთიდან მივდივარ ინგლისში და უკან ვბრუნდები და პოლონეთში სხვა ფასები აქვს. თან ეხა მე მეუღლე სახლიდან მატანს ხოლმე ცხელ რაღაცეებს, რომელიც თქვა ის 2-3 დღე გზასაჭმელი მომაქვს და ასე რომ მე სხვა სიტუაცია მაქვს ცოტა.
მაგრამ როცა ჩამოსული ვიყავი ახალი და თან არ ვიცოდი აქ რამე ყიდა თქვა იგივე სმეტანა ან მაწონი რომელი იყო კაი რო არ ვიცოდი და ეს რო ვარჩევდი დაახლოებით 350 евро იყო ეს ისეთი ფასი სიგარეტიანად ვიძახი მაგრამ გააჩნია ადამიანებს ხო ვიღაცა არის და 200 ევროთაც გადის ვიღაცა არის და 600 евро არ ყოფნის აი მაგალითად მე და მეუღლე რო სამუშაობდით ერთად ყოფილა შემთხვევა რომ 600-650 ევროთის გავსულ ვარ თვეში ორი ადამიანი და ყოფილა შემთხვევა რომ 1000-1200 ევროს დაგვიხარჯავს ვერ გაიგებ რა მაგრამ 1000-1200 ევროში გულისხმობ ჩვენ ძალიან ბევრ დავდიოდი და იქ მე მანქანას გააჩერებდი და იქ ბილეთები და ტაქსი და მოგზაურობა და იქ ერთი რო შეხვიდე სადმე კაფეში და რაღაცა დააგემონო რაღაც 65-85 евро მარტო მანდ მიდიოდა ხოლმე და აი ასე თვიდან თვე ერთ თვეში მაგალითად 2-3 ჯერ თუ მოგვიწევდა ესე რაღაც შესვლა აი ასე ზვირთვე ანუ 1200 ევროზე მეტი არ დაგვიხარჯია ჩვენ აქ და ორ ადამიანს 600-650 евро საშუალოდ ანუ ერთ ადამიანს 300-350 евро შეგიძლია დათვალოთ ისე რომ მე მაგალითად ძალიან დათულად არ მიყვარს ყოფნა, მაგრამ თუ წვენი მინდა უნდა ვიყიდო, თუ სიგარეტი მინდა უნდა მქონდეს რომ მე არ იმასაუქნა და ასე შემდეგ. და არიან ადამიანები, რომელთაც ახლა არა აქვთ ხო ეს ფული განსაკუთრებით დამწყება და შეიძლება რა ვიცი 150-200 ევროთაც გახვი. ანუ კვირას შეგიძლია 50 ევროთაც, ანუ ჩემი მეგობარი ერთი ესე იყო 50 ევროს გამოვართმევდა ხოლმე ავანს და ერთი კვირა 50 ევროთი გადიოდა რა. ანუ მშიერი არ იყო, მაგრამ ნუ ისე ხარ რა ხო ხდებით. არ ხარ კარგად მოკლედ ასე რომ ვთქვა. ანუ ყველანაირად შეგიძლია დათვალოთ, მაგრამ 50 евро კვირაში მინიმუმი ვთქვათ მოდით 350 евро უკვე ნორმალური და მე ზევი და კარგად ყოფნა, რა ვიცი, 350 ევროდან 1 მილიონამდე მოკლედ ვის როგორ აქვს სიტუაცია და მოთხოვნები მის მიხედვით. თვითონ კომპანიაში თუ არისო ჯარიმებიო აგერ წერენ, პერეცეპი, საწვავის ნორმა და ხელფასთან ფულის გამოქვეითებები. ეს შეკითხვები ვინც დასვა, მას სავარაუდოდ რაღაცები აქვს აქეთ გაგებული და მართლაც ასე ხდება ხოლმე ბევრ კომპანიაში გამიგია და ჩემებიც მუშაობდნენ მსგავს კომპანიებში. თუმცა, აი მინდა აღვნიშნო, ისევ ჩემი და ჩემების გამოცდილებით, რომ მსგავს კომპანიებშიც კი შეიძლება ფულის გამომუშავება. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფირმა იყო, ალბათ ჯობია რომ არ ვთქვა მაინც, იმიტომ რომ მე პირადად არ მიმუშავია კი ბატონო, მაგრამ ჩემებმა ვინც იმუშავეს, მაგრამ ზოგადად საიტზე დაძებნოთ ეხლა და რო ჩაწეროთ, აი რუსულენოვანი ყველაზე ცუდი კომპანიები. ალბათ ნომერ პირველში მაგას ამოგიგდებთ რა. ერთ ვიტყვი რომ ლურჯი მანქანები ყავდათ მარტო. და მანდ იმუშავა ამ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემამდე წავიდა სხვათა შორის 2 წელი დაახლოებით და ბოლოს რა თქმა უნდა ფული დააკლეს და წამოვიდა, მაგრამ ფაქტია რომ 2 წელი იმუშავა. და ის 2 წელი ფულს აძლევდნენ. კი ისეთი კაი პირობები არ ქონდა ვთქვათ როგორც სხვა კომპანიებში და დაალაგებულ კომპანიებშია, მაგრამ ფაქტია რომ იმუშავა. ანუ იმის მინდა რომ ყველა კომპანიაში ვინცაც ვიცნობ და ალბათ რავი რამდენი ადამიანია ხო ასეთი ვისაც მე ვიცნობ, მაინც ყველა ფულს აკეთებს, ხვდებით? მაგრამ უბრალოდ თუ მუშაობ და თუ მაინც ხარ ჯობს, ბარემ წესიერი კომპანიაში არჩიო სტაბილური და რაღაც ისე ანუ რო არა გაქვს. მე მაგალითად აი ამ კომპანიაში რო გადმოვედი, ხო? უბრალოდ რო გავიხილ, გამოვიხილ და რო ვნახე, მეთქი ფულს რაში გიხდიან, ან გამიკვირდა, იმიტომ რომ იმ კომპანიაში სადაც მუშაობდი, იქ იმდენი რამე მქონდა საკეთებელი, რომ იქიდან აქ რო გადმოვედი, მეთქი ანუ всё, მე მივედი და მეტი არაფერი აღარ მაგავაკეთო, ანუ შედარებისთვის ვიზახი. იმ ჩემ პირველ კომპანიაში რაც იყო, იქ ძალიან ბევრი რაღაცა მქონდა საკეთებელი, რულის გარდა, ესე ვთქვა, ტარების გარდა და აქით რო გადმოვედი, ნუ ძალიან გამიკვირდა მოკლედ. ხო და რაც შეეხება ამ თემას, რომ აი ეგეთ არეულ და არასტაბილურ კომპანიებშიც კი მაინც შეიძლება ფული შოვნათ. ეხლა ცუდია, რა თქმა უნდა, თვიდან თვემდე რეველოდები 2500 ევროზე რო გეტყვიან, რომ 800 евро მხოლოდ იმდო დაგაკელთ, რომ შენ ცემერი არ მოიტანეო, არ და მიიტანე, ჩემი მეგობარი როგორც იძახის. ნუ არასასიამოვნოა, მაგრამ 2 წელზე თუ დათვლით, ის 800 евро ბოლო-ბოლო არც ეგ არ გაგწყვეტა 20 წელში, ხო ხდებით? მაგრამ ჩემებს არავის არ მოუწია, თუმცა ძალიან საფრთხილო არის ასევე ცუდი კომპანიები, რომლებიც შეიძლება 3-4 თუ უბრალოდ დაკარგოთ. ეგეთი კომპანიებიც არიან კი ბატონო. და თვითონ ამ თემას რაც შეეხება ჯარიმები არის თუ არა, ჩვენთან არ არის. პერეცეპები არის თუ არა, პერეცეპები არის, ხოლმე გააჩნია ლოჯისტიკას, ჩვენთან ლოჯისტიკებია დღეს რო ჩამოხოდით და 2 თვე იმუშავეთ სადღაც ხართ ამ მიმართულებით. აი მაგალითად პოლონეთი ინგლისის პირობითად ვიზახი. ხვალ რო ჩამოხოდით, შეიძლება იქ აღარ მოხდეთ, მოხდეთ სხვაგან. მაგალითად ჰოლანდია, იტალია. და ესე ლოჯისტიკებია ხოლმე და გააჩნია რომ ლოჯისტიკაში მოხდებით, ხანდახან პერეცეპები არის, მაგრამ უბრალოდ მისაბმელს მიხვალთ,
აიღებთ, ჩაიბავთ, წახვალთ. მორჩა და შეამოწმეთ ელემენტარული საბურავი თუა დაშვებული და სტოპია გატეხილი, თქვენივე დაინტერესებაა, ხო, რომ იმან პატრულმა არ გაგაჩეროთ, ხო? თორე დანარჩენი არ არის, რატო ვიძახი ახლა ამას, სხვაგან რა ხდება ხოლმე, მაგალითად, ჩემსავე გამოცდილებაზე ვიტყვი, კომპანია, სადაც პირველად მუშაობდი, იქ იყო, აი, ფოტო უნდა გადაგიღო, პაკრიშკაზე, მეორე პაკრიშკაზე, მესამე პაკრიშკაზე, ყუთი გადმოგეხსნა, რემნებზე, მერე დაგეთვალა, აღეწერა და რაღაც აპლიკაციით რაღაც და მერე თუ რამე დაგაკლებოდა, შენ დაგაკლებდე, მოკლედ ამას. მე კი ეგ შემთხვევა არ მქონია, რომ მე დამაკლო ვიღაცამ რაღაცა. მე არც ერთ კომპანიაში არ მქონია მაგაზე პრობლემა, მაგრამ ძალიან დიდი ნერვები და ძალიან დიდი განსაკუთრებით ზაფხულში ხა წარმოიდგინეთ, აგერ შეიძლება მორჩეთ დატვირთვას, დაიტვირთოთ და გასიცხეა სასწაულია და ამ დროს გეუნერიან პერეცეპიაო და ეხა კიდე ხვისი პრინციპია თვალიერე იმას რა ჭირსო. ხო და აქედან გამომდინარე არის სხვადასხვა სიტუაციები, მაგრამ ჩვენთან ასე არა, ჩვენთან ჩაიბი, პროსტა შენი დაინტერესებიდან დაათვალიერე და წახვედი მორჩ. საწვავის ნორმა ჩვენთან არ არის, სხვაგან არის ხოლმე საწვავის ნორმა და მაგალითად ეხა არც ამ კომპანიაში არ მაქვს საწვავის ნორმა, არც იმ კომპანიაში არ იყო, მანქანას დავქოქავ და რა შემიძლია მაგალითად ამ კომპანიაში მე ინა კონდიციონერს ჩართო და რასაც მინდა იმას და პირველ კომპანიაში და საწვავის ნორმა, აი საწვავის ნორმა თუ ვინმე მარიცის მაგისთვის ვიზახი რომ მაინც გინდა არ გინდას თუ გას უნდა უყურო იქ საწვავის ნორმას უნდა უყურო, იმიტომ რომ გადაცდე უკვე ისაა, მაგრამ ეგეთ კომპანიაში ვიმუშავე არ უყურებდი სიმართლე გითხრათ, პირადად მე საერთოდ მაგ საწვავს, იმიტომ რომ თუ მცხელო და კონდიციონერი უნდა ჩამორთვა, თუ მციოდა, ნუ ამათ ვებასტოები აქვს, ვებასტო ვინც არიცით გეტყვით რომ ნუ ფეჩია, ოღონდ გამორთულ მანქანაზე შეიძლება ეს ფეჩი ჩართო, რა სალიარკაზეა ცალკეა და ცალკე მოწყობილობაც, მაგრამ სალიარკას მოიხცოტას, მაგრამ მაინც მოიხმარს. მე მაგალითად არ უყურებდი ეგეთ რამეს, მე ეჩვენა დაეკლოთ ის ფული რამე რო ყოფილიყო, თუმცა არაფერი არ დაუკლია, იმიტომ რომ მუშაობდი მაქსიმუმ პოლნის ესე რო თქვა და მე არ მქონია შემთხვევა, მაგრამ ჩემსავე კომპანიაში იქ ვიცი რომ ακლებდნენ. ჩვენთან ეგეთი არაფერი არაა. ერთადერთი ჩვენთან საწვავის ნორმაზე რაც შეიძლება იყოს, ეს ისაა, რომ მეილზე მოგივიდეთ, თუ ძალიან თუ გადიხართ ამ ნორმებს თუ ცდებით, მეილზე რეკომენდაციის სახით, უბრალოდ მოგივა წერილის სახით, აი შეხსენებისავით, რაღაცა რომ თქვენი საწვავის ნორმაზე მეტია და გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები, რომ აი თქვათ აჩქარდით კრუიზით, რეტარდერი იხმარეთ ხშირად და აი ეს რაღაც პედალს რესკად ნუ და რაღაცა ჩამოგითვლიან ერთ 5-6 პუნქტს, უბრალოდ რჩევას მოგცემენ, ეს არის და ეს. რაც შეეხება საწვავს, ხელფასის ფულის გამოქვითები, არანაირი ხელფასის ფულის გამოქვითები ჩვენთან არ არის, სხვა კომპანიებში როგორც უკვე გითხარით, ახდება ხოლმე ეგეთი რამეები. მარტო ხელფასის ფულის გამოქვითებიც არ ხდება, მეგობრებო, ხდება უხეში საუბრებიც ხდება და ბევრი რამე ხდება, მოკლედ რა. არასასიამოვნო ფაქტები. და ჩვენ ხელფასის ფულის გამოქვითები ჩვენთან რაც შეეხება, დღემდე რა იყო, მე ამას ვიძახი, არ ვიცი, დღეს არის ივნისი, რომელი ივნისია დღეს? დღეს არის 8 ივნისი 2025 წელი. დღემდე რა იყო ამას ვიძახი, ხვალდაზე არავინ არის რა იქნება, ამას რატო ვიძახი, რომ ნახეთ, იმ პირველ კომპანიაში როცა მუშაობდი, მე რომ მივედი საწვავის ნორმები ახალი დამატებული იყო, იმიტომ რომ საწვავის ნორმები ჩემამდე ყოფილა ადრე, მე მოუხსნიათ და მე ისევ დაუმატებიათ. მაგალითად, იმ პირველ კომპანიაში საწვავს თუ მოგპარავდნენ, ამ მოპარვაზეს გეტყვით მე ბარემ ორ სიტყვას, რომ ხანდახან არის ხოლმე რომ ან ტენტს გაჭრიან, შეიჭვრიტებიან ან რაღაცა ვინმეს რამე რომ მოპარეს მე არ გამიგია, მაგრამ ტენტები გაუჭრიათ კი, ჩემთვისაც გაუჭრიათ და სხვებისთვისაც გაუჭრიათ. ესე გვალად გაჭრიან პატარა და შეიჭრებიან თუ რამეა და ჩვენ ისეთი არაფერი არ დაგქონდა ხოლმე, თუ რამე დაგვაგდა ის სხვანაირი პრინციპებია და ელექტრონული ბოქლომი და ასე შემდეგ რა. ხო და სალიარკის მოპარვაზეც ერთი პერიოდი ამოიღეს ის რომ თუ მოგპარავდნენო სალიარკას იმ პირველ კომპანიაში ვიძახი, ამ კომპანიაში მსგავსი არაფერი არ ხდება, უბრალოდ ინფორმაციას რო გქონდეთ, ან რაღაცას რო ვიძახი, შეიძლება იფიქროთ რომ ხო ეს კაია, მაგრამ სხვაგან სხვანაირად ხდება, მეგობრებო, ამიტომ ვიძახი რა. და ამოუღიათ ეს საწვავის ნორმები და რატომღაც საწვავის ნორმები რომ ამოვიღეთო, უცებ გაიზარდაო რიცხვიო, ეხა იმ კომპანიას ისყავდა რა ქვია 8000 მანქანა რა და უცებ გაიზარდაო რიცხვიო საწვავის მოპარვებისო რა, ფაქტები უცებ დაფიქსირდაო. ამ თვითონ ძღოლები ჩალიჩობდნენ ეთყობა და მე ისევ შემოვიღეცო და მე ისევ დაიკლო ამ ციფრმა, წარმოიდგინეთ. ხო და ამიტომ თვითონ ძღოლებზეა დამოკიდებული პირველ რიგში მე რასაც აქ უყურებ. ან თუ ერთი აკეთებს, მე მეორე იმერებს და მე 1000 მძღოლიდან უკვე 500 მაგას აკეთებს, უკვე კომპანია იძულებული რაღაც ზონები მიიღოს
როგორც ჩანს, არ ვიცი, შეიძლება პირადი დაინტერესებაც გქონდეთ, ეხლა მე მაგი არ ვიცი, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მე ასე ვხედავ, ეხლა რაღაც ფაქტებზე მე უამრავი რაღაცა ვიცი, ხა ყველაფერზე რო ვილაპარაკო, ერთი კვირა და 5 დღე არ ეყოფა მართლა და ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი გამოცდილებიდან რაც გქონდა, ხო, აი თუნდაც ის ფაქტი რო ავიღოთ, რომ საწვავის ნორმა ჩაიხსნა და მომავალი თვიდან დაიწყო უცებ რატომღაც 8000-დან იმას მოპარეს 600 კაცს და მე საწვავის ნორმა მორჩა და მე მოპარეს 20. აი ხო ბუნებრივია, ხო? არ ვიცი, შეიძლება კომპანიამაც რაღაცეები მოიტყუა, რაღაცა ვითომ ესე შეგვიფუთა, შეგვილამაზა, მაგრამ რაც იყო, რაც გამიგია და რაც მინახია და რაც ვიცი, მაგას ვძახი მეგობრებო. საწვავის ნორმა მოკლედ ჩვენთან გითხარით, რომ არ არის და ხელფასთან ფულის გამოქვითებიც არ ყოფილა დღემდე და ერთ-ერთი ყველაზე კაი კომპანია, ამიტომ არის თქო, ვიძახი, რომ ფულზე მართლა არა გაქვს საფიქრალი. ან რამდენს იღებ, თქვა რაღაც ბონუსი შეიძლება მოგიწიოთ. რატო აიღე ამდენი მეილზე მოგივა ჩაოლება ჩამონათვალი. აი ეს სხვა კომპანიაში უნდა რეკო მაგალითად, რომ სხვადასხვა სიტუაციაა, მაგრამ მე რასაც მქონია შეხება მაგას ვძახი, რომ უნდა რეკო, რომ აი ბუღალტერს ეს ბუღალტერი არ იღებს 4 საათის მერე, 5 საათის მერე შაბათ-კვირას ვერ დაუკავშირდები, არა და შენ ფული უნდა აგეღო და ნაკლები ჩაგერიცხა და რა ვქნა ეხა, როგორ გადავიხადო თქვა ის სესხი და რაღაც არეულობები გაქვს ხოლმე რა და აქ მაგაზე არა გაქვს საფიქრალი, არ გქონდა დღემდე საფიქრალი და იმედი არაფერი შეიცვლება და არაფერი გაფუჭდება და არაფერი ზომების მიღება არ დაჭირდება და არც გამოგონება დაჭირდება კომპანიას თუ რაღაცას გამოიგონებენ. მოკლედ დღემდე ასეა, რომ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი ქართველიც იყო სამწუხაროდ მეგობრებო, ერთი ბელორუსელი შემიძლია გავიხსენო, ერთი უკრაინელი შემიძლია გავიხსენო, გააფუჭეს რაღაცები მოკლედ შეგნებულად რა. და გაუშვეს სამსახურიდან, ანუ კი არ გააგდეს სხვა კომპანიებში გაგდებაც გამიგია, მაგრამ აქ უბრალოდ უთხრეს დაიბარეს და უთხრეს, რომ აი მე წუხართ, მაგრამ თქვენთან თანამშრომლობას ვეღარ გავაგრძელებთ, აი გთხოვთ მოვაწეროთ ხელი წასვლაზე და კარგად იყავით თქვენ გზაზე მიბრძანეთ ბატონო, ჩვენ გზაზე წამოვალთ. ასეთ შემთხვევებიც ყოფილა მეგობრებო და წასულან და მაგალითად იგივე საქართველოს ჩასულა, გასულა, მოსულა ის 10 რიცხვი, 10 რიცხვია ხოლმე ხელფასი და ხელფასი ბოლომდე სრულად ჩარიცხვა რაფერ დაუკვლიათ. არ ვიცი, ესეთ შემთხვევებიც არის აქ და ეგეთი კომპანიები მართლა ძალიან ცოტა, ანუ თავის ფულს თქვენ არავინ არ მოგცემთ ხვდები, მაგრამ აქ რატომღაც ასე არის ჯერჯერობი და იმედი ასე იქნება და იმედი არც იქნება ამაზე სალაპარაკო, იმიტომ რომ თუ მუშაობას არ ვაპირებთ მეგობრებო, თქვენს გაწვალდებით და სხვასაც გააწვალებთ. ფულს მაინც იშოვით გარკვეული პერიოდი, მაგრამ მაინც რაღაც ამ თქვათ იმეს თუ ეზარებან, რაღაცა ნუ მაინც ურჩევ ყველას, რომ ვისაც გასნობერებული აქვს ეს ყველაფერი და შეგნებულად უნდა რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მან მიიღოს და მან დაიწყო საქმუშაობა, თორე საქმეს რომ მიგეს ფულს მაინც ყველა იშოვის, გააჩნია რამდენი ხანი გასტანს მისი ესეთი მუშაობა, ასე ვთქვათ რა. ინგლისისთვისაც აკეთებენ თუ არა, ინგლისისთვისაც აკეთებდნენ, ჩვენ გაგვიკეთეს, ახლაც აკეთებენ, მაგრამ გააჩნია ბევრ სიტუაციას ისე და ისევ. უფასოდ გაგვიკეთეს მაგალითად მე და ჩემს მეუღლეს ჩემს მეგობარს არ გაუკეთეს მაგალითად. ჩემს სიზეს და მეორე ძმაკაც და მეორე ძმას არც უნდათ იმას პრინციპში არ აქვს დაინტერესება მარჯვენა მხარეს ვერ ვილთო და ჩვენ მოკლედ გაგვიკეთეს, არ ვიცი, ჩვენ შეიძლება წყვილები რო ვიყავით, თან ინგლისზე წყვილის რეისებიც აქვს ხოლმე და რაღაც ფაქტორები ამ თავიდან მეს რო ვთხოვე არ გამიკეთეს, იმიტომ რომ ბევრი გყავს ეხლა ინგლისზე მძღოლებიო და ეხლა არ გვინდაო ინგლისის მძღოლებიო, არ გვიჭირდებაო, არ გვიჭირსო რა ესე რო ვთქვათ. ბევრ სიტუაციაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ შეიძლება მე გამიკეთონ, თქვენ არ გაიკეთონ, ან თქვენ გაიკეთონ და მე არ გამიკეთონ, მაგრამ გააჩნია დროს, მომენტს, რა სიტუაცია ბაზარზე, რამდენი მძღოლი ყავთ, ზაფხულია, ახალი წელია, ხო ხტებით სხვადასხვა, ნუ რაღაც პერიოდებია, რომ ჩერდება მუშაობა და არა აქვს სამუშაო თქვენ სულ გეკნევათ, მაგრამ ისეთი რომ აი კიდე მძღოლები დაიმატონ, ამდენი სამუშაო არ არის ხოლმე წელიწადში, აქ არის ორი ეგეთი პერიოდი. და ყველაფერი არის ძალიან ბევრ რაღაცაზე დამოკიდებული, მაგრამ ვიზებს ზოგადად ესე აკეთებენ კი. თუ ინგლისური ცოტა იცი და თუ კაი მძღოლი ხარ და კაი მძღოლი და თუ მძღოლსაც მოდი ახლა ვიტყვი, ნახეთ, კაი მძღოლი და თუ მძღოლი, აქ თქვენ შეიძლება 2 წელი იმუშაო და დისპეჩერი ცხოვრებაში ვერ ნახოთ ვინა, იმიტომ თქვენ სხვა დისპეჩერები გეყოლებათ, მაგრამ ვერც ნახოთ, ანუ არავისთან შეხება არ აქვს. თქვენი კაი მუშაობა ჩანს საიდან, რომ მანქანა რო წვავს ნორმალს და ტახოგრაფში რო სმენა გახსენი და დაკეტე და დაცლაზე მიხვედი და ანუ ეს ყველაფერი ავტომატურად გადაეცემა იქით და კომპიუტერში ხედავს ის ვიღაცა, ან ის ვიღაცეები, რომ აი ეს მძღოლი თქვათ, ნახე, დილით 8-ზე ქონდა სმენა გასახსნელი. კი ბატონო, 8-ზე გახსნა, საღამომდე ქონდა, თქვათ 9 საათი სამუშაო, 8-9 საათი იმუშავა. მაგრამ მძღოლმა რომელიც 8-ზე ქონდა სმენა გასახსნელი და 10-ზე გახსნა,
სმენა იმუშავა თქვა 8 საათის ნაცვლად 4 საათი მე რაღაცა ანუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ ერთხელ ორჯერ სამჯერ ხუთჯერ განმეორდება ანუ მე უკვე ვიღას მოვატყუებ ხო ვერავის ვეღარ მოვატყუებ მე უკვე ხედავ ციფრებით ხედავენ ისინი შენს მდგომარეობას როგორი მძღოლი ხარ ასე რო თქვა რა და ასეთ რაღაცებზეა დამოკიდებული ეთყობა არ ვიცი თორე მე ხა სულ ერთხელ მიხვალ და გაფორმდებით მაგ კომპანიაში და მე უბრალოდ რომ მიხვალ შეიძლება ვიღაცები უბრალოდ მიესალმოთ რომ მეტი მანდ არავისთან შეხება თქვენ არა გაქვთ მაგრამ თქვენ ამ კუთხით გაფასებენ ესე რომ თქვა და სხვანაირადაა თქვენი შეფასება ანუ მონიტორიდან ხდება თქვენი შეფასება და არა ისე რომ თქვა ურთიერთობა და რაღაცა კი SMS-ები და ურთიერთობებიც არის იშვიათად მაგრამ მაინც ხდება ხოლმე მომენტი რომ და მიწერო ვიღაცას რომ თქვა აი არ მცლიან რაღაცის გამო აი თქვა ის უისინი არა მაგ გასადები თვითონ სამაგრებელი და მაგის გამო არ დებს იმაში და არ მცლიან ჩვენთან არ არის ეგეთი რამე მაგრამ ზოგადად ვიზახი ბევრი სიტუაციებია ან შეიძლება მაგალითად ამ კომპანიაში ეს მანქანა რომ მივიღე ის იყო სათვალეები იყო დამცავი სათვალეები გამჭვირვალე სათვალეები და გაფრჩებულიყო და გადავაგდე რა და ეხა ამ კომპანიაში რო არ მიწევს გავს რაღაცეები არ მეყიდია და შემთხვევით მომცეს ბელგიის რეისი შემთხვევით ეხას ბელგიის რეისი ვარ სულ ალბათ 4-5 ჯერ განმეორდა ეს და ბელგიის რეისზე ბელგიაში რომ მივედი იმიტომ რომ მე რო ერთ და იგივე ადგილას დავდივარ იქ ვიცი რაც ხდება და იქ რაც ჭირდება ისიც ვიცი და რაც არ მჭირდება ისიც ვიცი ხო და აქ რო გამიშვეს სათვალე მომთხოვეს და ამ სათვალეს გამო არ დამცალეს და მე წავედი და ვიყიდე ხა რა თქმა უნდა ის იმასაგან კომპანია გადაიხდიდა მაგრამ ეხა მე ეგეთ რამებზე არ იმავშვები ხა ერთხელ დამჭირდა რაღაცა ბოლო ჩემია ის სათვალე და მექნება ერთხელ გავიკეთე უბრალოდ ეს დავრეგისტრირებული ყავი და ვсё მოვიხსენი მეტი არაფერი არის სხვადასხვა სიტუაციები როცა უნდა მიწერო და რომ უნდა მიწერო ხანდახან ეგრევე არ წერენ არა და აქეთ გელოდებიან შეიძლება რეგისტრატორაზე იყო უკან მანქანა გადგეს და თოხტები ანუ პასუხს ელოდები რა ვთქვათ რაღაცის პასუხს ელოდები ან რეფერენციას ან რაღაცა და გიწევს ხოლმე კომუნიკაცია და ამ დროს ყველაფერი ხდება ანუ თქვენ შეიძლება რაღაცა გამოგჩეთ მათაც შეიძლება რაღაცა გამოგჩეთ რო გითხრათ რომ მე არ გავბრაზდებულ ვარ თქო არა ძალიან ვბრაზდებოდი განსაკუთრებით თავიდან და აი არ ვიცი ძალიან ისე ვიყავი ხოლმე მეც მაგრამ რო ყოფილა ეგეთ მდგომარეობაში მე რაც გამივლია და რაც რო გადავხედე აზრი არა აქვს რა ანუ ძალით არავის არ უნდა აქ ვიმეცვის სულ უბრალოდ ხდება ხოლმე რომ ან არ არის ან გავიდა ან შეიძლება დამწყებია და ვერაბავს თავს და ამას ვერს გეუბნებათ ეგეც არ არის გამორიცხული ის თქვენი დისპეჩერი და ბევრი სიტუაციაა მოკლედ და ეხა ესეთ პირობებში რომ დაუწყო იმას ჩხუბი და იქ რაღაცეების წერა და გინება და ოხრობები ხო შედეგი არაფერი არ იქნება მაინც ერთადერთი შედეგი ის იქნება რომ იმ მომენტში მაინც უკან თუ ვიღაცა გადგათ მაინც გედგებათ მაინც ვერ დაჩქარდებით ასე რომ თქვა მაქსიმუმ მე გეტყვიან გადი და ხელახარიქში დადექიო რაღაც ასეთი სიტუაცია და ბოლოს აღმოჩნდება ის რომ არაფერი რა ანუ ვიღაცა მძღოლია რომელიც ესე ჩხუბობს იგინება და რაღაც მე მაგინებენ და რაღაც ისიც წავა და იჩილებს იმ თავის იმასთან ესე რომ თქვა რა მე მქონია ეგეთი შემთხვევა და მაგიტო ვიზახი და დიდად ეგ არ მუშაობს და არ წეს აზრი არ აქვს რა აქ სხვანაირად არიან ჩვენ რო ჩამოვდივარ ჩვენთან საქართველოში სხვანაირად ფასობს ადამიანის სიტყვა და ზოგადად ეგეთი რამები და აქ ერთხელ ორჯერ ხუთჯერ ნახავ მე რომ მიხვდები ეხა უკვე აზრი არ აქვს რა ანუ იმითი რა ქვია იარაღით ეხა რო ესწროლო რაღაც იმას რა ქვია სიტყვაზე ვიზახი კურდღელს მოკლავ ხო პისტოლით მაგალითად იარაღით რო ესწროლო დინოზავრი რო შეესწროლო რამდენი ზიგნა რას გააგებინებ მაგას ხო ვერაფერს ვერ იგრძნობს და ახლობთ ეგეთ რამე რომ ჩვენი რაღაცები ამაზე არ მოქმედებს ჩვენ მევზიანდებით ხდებით ხო და ამიტომ არავის არ გიჩვენეთ მეგობრებო ისე ვიღაცებს აყვეთ მე მესმის და ძნელია რომ ვერ იზავთ ამას მაგრამ დრო რო გავა ჩემს სიტყვებში დარწმუნდებით რომ არ ღირს თქვათ რაღაცა ნერვები რომ მოგეშლებათ ნერვები აუცილებლად მოგეშლებათ მეგობრებო იმიტომ რომ ჯერ ერთი უცხო გარემოა უცხო სამსახურია საერთოდ უცხო მენტალიტეტია თან უცხო მენტალიტეტია 14 ქვეყანაში ჩემ შემთხვევაში ხა მინდა შენ 14 ქვეყნის იმებს დასლატუთვადეს რო ხარ ხოლმე მინდა ხა შენ 14 ქვეყანაში მოდი აზრზე რა ხდება ხო საერთოდ მაგრამ დრო რო გადის 1 წელი 2 წელი 3 წელი მე უკვე მოდი ხარ აზრზე და მე უკვე რაღაც ფორმატს ირჩევ და ამ ფორმატით ვუგები ყველას ერთნაირად რა რომ მე შენ აღარ დაზარალდე და შენ აღარ მოგეშალოს ნერვები და მე ვფიქრობდი რომ ჩამოვდიოდი მეთქი რაზე უნდა მომიშალო ნერვები კაცო მე თუ დასწრილია დავცრი მეთქი მაგრამ სერიოზულზე არაფერზე არ მოგეშლებათ ნერვები ელემენტარულზე მოგეშლებათ რაღაცით საქართველოში არ გეშლებოდათ ნერვები აი ეგეთ რაღაცაზე მოგეშლებათ ნერვები აქ თავიდან მაგრამ მე მაგასაც გაიგებთ რომ და მიხვდებით რაღაცებს და მოკლედ სხვა ისტორია და სხვა გამოცდილება გექნებათ და იმას იზავთ რა ქვია გაერკოვით მოკლედ თქვენთვიმა გირჩევთ რომ შვიდა წყნარად აზრი არ აქვს ბევრი სხვა არაფერს
კარგით, გავიარეთ ჯარიმები, ხელფასები, პერეცები, გამოფიტები, გავიარეთ ვიზა, გავიარეთ რა რეისები არის და ყველა რეისებია, როგორც გითხარით, 14 ქვეყანაში ვარ დამყოფი, მე 4 კომპანიაში ვმუშაობ, თუმცა 4 კომპანიიდან 2-ზე შეიძლება რომ დავთვალოთ, რომ 14 ქვეყანაა. არის კომპანიები, სადაც ვიღაცები მუშაობენ, მაგალითად, ჩემი მასწავლებელი და მე ახალ ჩამოსული ვიყავი დანიაში პირველად აღმოჩნდით ერთად, მეც და ისიც 4 წელს გამოსული ადამიანი იყო. ასევე ჩემი მასწავლებელი მაგალითად გემზე არ არის ნამყოფი და ინგლისში არ არის ნამყოფი, თორემ ვიზა არ აქვს. მე შეიძლება სადღაც ვიყო ნამყოფი და ის არ იყოს, ის შეიძლება იყოს სადღაც არ იყოს, მაგრამ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სხვადასხვა რეისებია, მაგრამ გააჩნიათ თქვენ რა საერთოდ. ჩემი ერთი მეგობარი მაგალითად ჩამოვიდა და შვედეთზე დადის, გემით დაცურა 9 საათიანი გემით და რატოღაც დაამუღამა და აღარ უნდა სხვა რომ მიდის იბარებს. რომ ჩამოვიდა ისე ვიყო და ამაბრუნებთ, კი? ჩამოვა, წავა მარტო იქ. და მარტო ერთ რეისზე დადის რა და თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ თუ გინდათ რომ მთელი ევროპა დაათვალიეროთ, მთელ ევროპას დაათვალიერეთ და თქვენ თუ გინდათ რომ მარტო ერთ რეისზე იაროთ, რაც ცოტა ძნელი იქნება, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, მოლაპარაკების საგანია, ან 2 რეისზე იაროთ, მაშინ კი ბატონო. თქვენზეა დამოკიდებული, ყველგან გინდა მთელი ევროპის შემოვლა, კი ბატონო. წელიწადში ჩათვალეთ მინიმუმ 10 ქვეყანაში იქნებით. არ გინდა მთელი ევროპის შემოვლა და 7 სამუშაო გინდა, შედარებით რომ ერთ და იგივე იცოდეთ და ეს ახალ რაღაცეების ვთქვათ, არ გაქვს მაგის თავი. კი ბატონო, 1, 2, 3 ლოჯისტიკაში დაამუღამებ და მარტო იმ 2-3 ლოჯისტიკაში იმუშავებ რა. სხვადასხვა რეისებია მოკლედ. რაზეა სამუშაო? სამუშაო არის ყველაფერზე, მეგობარო, ძირითადად ტენტია. ტენტია სტანდარტები ძირითადად ყავს მეგებიც, ანუ მეგა უფრო დაბალია, მაგრამ ძირითადად სტანდარტი ტენტები. ასევე არის მაცივრებიც, მაგრამ მაცივრის შემთხვევაში უფრო 2 ეკიპაჟიანზეა ეგართული, თუ მაგალითად ცოლ-ქმარი თუ მოდის ვინმე, ან ძმები მოდიან, ან ძმაკაცები, ან 2 კაც უნდა ერთად მარტოობა არ უნდა ეხა იმ კაც მანქანაში. ასეთ შემთხვევაში მაცივარზე ამათი დაინტერესებაცაა, მაცივარზე უნდათ ხოლმე. მაცივარიც არის მოკლედ, ტენტიც არის, არაგაბარიტულიც არის და პრინციპში ეგ არის, ხო, სამი მიმართულება ჩვენთან, არაგაბარიტული, მაცივარი და ტენტი. ტენტს რაც შეეხება ჩვენთან შედარებით კაი ტვირთებია, იშვიათად გიწევს ხოლმე ორივე ტენტის გახსნა. ლოჯისტიკას გააჩნია, მაგრამ ძირითადად რო ავიღოთ ახლა ამდენი ამათ აქვს 100-ზე მეტი ლოჯისტიკა აქვს და ამას ლოჯისტიკაში ჩათვალეთ 80-ში გიწევს ზარტო ან ცალი ტენტის გახსნა ხანდიხან, ისიც ან უკან რამპაზე მიყენება და მორჩა. იმ პირველ კომპანიაში ვმუშაობდი, 2 ტენტის მიწევდა, დიდი თურთების მიწევდა, გზასაც ისე მაძლევდნენ რომ სოფლები და რაღაცა. მე სიმართლე გითხრათ, სიამოვნება ეგ სოფლებში და იმას სწავლი, მაგრამ ვიღაცა ახლა დაიძაბება, რომ მით უმეტეს დამწყები რო არ იცის რა და მე ცოტა რისკიანიც ვარ მეგობრებო და თან მიყვარს ეგეთ რამეები, თან აი რაღაც თვითონ ამ ტექნიკის და ამ რაღაცების ინტერესიც მაქვს, ამ მოგზაურობის ინტერესი ხომ აქვს და მაგ და თუ რამე შანსი მაქვს, არ მომაზავ მოკლედ არაფერს ასე რომ ვთქვათ და მე ასე ვარ, მაგრამ სხვას რო ხედავ ხა განსაკუთრებით ასაკო ამძღოლებს, საერთოდ არ უნდა იმას იმ გერმანიის და იმის შვეიცარიის სოფლის ნახვა კაცო, უნდა შვიდად ჩამოვიდეს, ფული შეოს, წავიდეს, თავის შვილიშვილებს ჩაეხუტოს ასე რომ ვთქვათ. გააჩნია ვის როგორ მეგობრებო, ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა რამეზე, მაგრამ საშუალება ყველაფერს არის, ამისიც და იმისიც. რამდენია ხელფასი? ხელფასი მეგობრებო, თავიდან ვინც სტაჟიორი ჩამოდის, ვისაც ცხოვრებაში არ შექონია შეხება, ან ქონია საქართველოს შეხება და ევროპის გამოცდილებაში მაგას არ თვლიან. მაგალითად, ერთი ბიჭი მოდის ახლა და გამოცდილება აქვს რუსეთი, უზბეკეთი და რაღაცეებში დადის მოკლედ, მაგრამ ხანდიხან 1-2 მოუწია წამოსვლა რუმინეთშიც, ბულგარეთშიც, ავსტრიაში და კიდე მეოთხე ქვეყანა იყო რაღაცა, მოკლედ მან და მაგას ჩაუთვალეს რა, მაგას რახან, ანუ ამ ტრაილერის მართვა და ნავიგაცია და ეს CMR და თქვა საზღვარი და რაღაცა იცის, ამიტომ მას ჩაუთვალეს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს რუსეთზე ან მხოლოდ თბილისი, ბათუმი და პორტი ნამუშევარი მაგას არ თვლიან ხოლმე, მაგ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ერთი პლუსი ის არის, რომ ეს მანქანის ტარება მაინც არ მოგიწევდა, მისაბმელის ჩაბმა ჩახსნა არაფერი არა, მაგასაც ვიდეოში ნახავდით, ან აწიდავდეთ მაგ ვიდეოს სავარაუდოდ, ან ტვირთის და ანუ ესენი არ გაქვთ და უბრალოდ თქვენ აქ ზიხარ და გვერდზე მძღოლს უზიხარ და სწავლობთ იმას, რომ რეისში დადიხართ, აი ხა ეს ზღოლი მივიდა დაცალა იქ, თქვა CMR როგორ შეავსო, ვთქვათ ფოტოს რატო გადააგზავნა იქ ბეჭედი დაცლს ადნა იყო დატოს და აი ესეთ ნიუანსებს სწავლობთ, ვთქვათ შეიძლება შვეიცარიაში მოგიწევს, გადასვა შვეიცარიაში როგორ გადახვიდეთ, გემზე როგორ ახვიდეთ, მატარებელზე როგორ ახვიდეთ და სხვა სიტუაციებია მოკლედ აქ რა. და ეს უნდა ისწავლოთ. და ამიტომ ვიზახი რომ სტაჟირება თქო, სტაჟირებაში ასე არის მოკლედ. იგივეა სამწუხაროდ ფოთში ვინც მუშაობს 10 წელია პორტში, მაგის სტაჟირად უნდა წამოვიდეს და ის რა ქვია, დამწყებით, რომელსაც კარიც კი არ გაუღია ტრაილის, ეგ სტაჟირად უნდა წამოვიდეს, უბრალოდ ის ფოთის გამოცდილი უფრო გაასწრებს ამას, იმიტომ რომ
ისა რა ქვია, იმას ბევრ რამე უკვე იცის და ის ძალიან იმას ერთი კვირას კი ეყოფა, ხვდები, და ორი კვირა ყველაზე ბევრი თუ თქვა მანქანა იტალიაში წავიდა და ფიზიკურად უკან ვერ დაბრუნდა უბრალოდ მაგას ვიძახით, თორე ერთი კვირაც ეყოფა. 3 დღეშიც გაერკვევი ადამიანი, როცა ტრაილერის მართვა და ყველაფერი ის და ვინც მართვა არ იცის და რაღაცა, აი ქართველი გოგო იყო ჩამოსული, მაგალითად მაგას კაი ერთი თვე და ერთი კვირა დაჭირდა რა. ხო, და აქედან გამომდინარე ხელფასი არის დღეში 50 евро. ადრე მეტი იყო, მეგობრებო. ჩვენ მაგალითად ჩემს მეუღლესაც, ჩემს მაკაცებსაც, ჩემო 60 евро გადაუხადეს, მაგრამ მე დააკლეს, იმიტომ რომ 50 ევროს დიდი არის ბაზარზე, სტაჟირებაზე მაგდენს არავინ არ ახდენს. თუ ერთი თვე მოგინდეთ ტრაილერში ჯდომა 1500 ევროს არის ხდიან ხოლმე, მეგობრებო, როგორც წესი, აი ძალიან იშვიათად რუსულენოვან კომპანიებზე ვიძახი და პოლონურებში და სხვაგან მაინც ვერ მოხვდები თქვენ, იმიტომ რომ ერთი პოლონურს ითხოვენ, მე საბუთების ევროპული უნდა ქონდეთ, ან მოქალაქე უნდა იყო და სხვა ნიუანსებია მოკლედ. ან ვიზა და მოკლედ სხვა რაღაცებია და ეხა იქით რო არ გადავიხაროთ, მე იმას გეუბნებით, რაც აი ელემენტარულად შეგიძლია, თქვა საქართველოსთან სამუშაოს დაწყება, მაგ კომპანიებს ვადრიე ხამე ერთმანეთს. თორემ მეც ეხა პოლონურ კომპანიაში ვარ, რუსულად არავინ არ ლაპარაკობს ჩემს კომპანიაში. ხო და სტაჟირების შემთხვევაში ხელფასი მეგობრებო არის 50 евро დღეში, თუ 10 დღეზე ხარ სტაჟირებაზე და მე იძახი რომ უნდა ჩავაბარო გამოსცა და მანქანა მომეცი და მანქანის გამოსის ჩაბარება რა არის, რომ დაჯდებით, იქვე გაივლით, რაღაც რეტარდეს ნახავენ როგორი მაშვები ხმარო, თქვა პავრნიკებს თავ თუ არა, ზნაკს შეხედე თუ არა და მისაბმეს ჩაიბავ, ჩახსნე რამპაზე მიაყენა, მორჩა, მოკლედ დაახლოებით 9 საათი გრძელდება, ეგ ამბავი მაქსიმუმ მეტი პლუს 40 წუთი, აი ეს დაახლოებით 20 წუთი. ეგ არის გამოსის ჩაბარება და როცა უკვე თქვენ გადახვალთ მაგას და დამოუკიდებლად მანქანას მოგცემენ და მარტო იქნებით მანქანაში მძღოლის გარეშე, ამას ვიზახი დამოუკიდებელ გადასვლას, უკვე 75 евро გაგიხდებათ. ეს ცოტა მე არ მომწონს მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ცოტა მეცოტავება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტაბილური კომპანია, ისინი არ გაქვს, ჯარიმები არ გაქვს, რაღაც თავის ტკივილები არ გაქვს, იმიტომ რომ ჩემი ერთი მეგობარი აქედან გადავიდა რამდენიმე თვე იმუშავა, მერე კიდე რაღაც გადავიდა, მერე კიდე რაღაც გადავიდა, მერე კიდე და მოკლედ ამ მარტო გადასვლაზე ესე არა რომ მარტო გადავედი, საბუთებიც უნდა გადააკეთო, ყველაფერი უნდა შეცვალო, ასე რომ თქვა, ანუ ის კარტაპობიტოზე საბუთები შეიტანა აქ, მერე კარტაპობიტოზე საბუთებს აქ რო შეიტან, მერე უნდა გადაიტანო იქ, მერე იქ რო გადაიტან სანამ მოგიბადეს ის და თუ კიდე შეიცვლი უკვე ის ჩათვალე წყალში ჩაიყარა და ხელახლა გადაეტანო და მოკლედ სხვადასხვა ბევრი ნიუანსია სამსახურის შესვლაზე. სამსახური თუ გინდა, აქ 10 წელში იპოვი, 20 სამსახურში დაიწყებ უპრობლემოდ მუშაობას, არავინ არ გეტყვის, არ მოხვიდეო ბატონო და თუ არ მოგწონს სტადი, სხვა მოვა შენს მაგივრად თუ რაც საქართველოში შეიძლება ხოლმე, ამერს აქ ვერაფერს ვერ გაიგებთ. მაგრამ საბოლოო ჯამში თუ დათვლით ამ 3 წელში, ხო, ეხა აქ 105 евро მეგობრებო, ჩემს მეგობარს. 105-108 евро გააჩნია ზლოტი როგორ არის. ხო და ამ საბოლოო ჯამში რომ დათვალო, შეიძლება აქ 85 ევროთ უფრო მეტი გამოსულიყო ამ 3 წელში, ვიდრე იქ ხო ხდებით? ნუ კი ეხა უკვე აკრიფავს და უკვე გაასწრებს თუ იქ დარჩა ისევ, მაგრამ ამიტომ ვიძახი რომ მე ცოტა არ მომწონს, მაგრამ თუ ბევრ რამეს გაითვალისწინებთ, ხო, მაინც არ არის ცუდი მეგობრებო. იმიტომ რომ ამ 75 ევროდან მერე თქვენ გადადიხართ 80 ევროზე და ამ 75-დან 80 ევროზე გადასვლა მაქსიმუმ 1 წელში ავტომატურად პროგრამას გადაყვახართ, მაგრამ მანამდე გადაყავთ ზღოლები. მე მაგალითად გადამიყვანეს სადღაც 8 თვეში უკვე 80-ზე დავიწყე მე მან მუშაობა და 85 მომწეს და ჩემი მეუღლეც დაახლოებით ეგრე. ვიღაცა გადაიყვანეს 3 თვეში, ვიღაცა 7 თვეში, ვიღაცა 6 თვეში, ვიღაცა არ გადაიყვანეს, ან დაავიწყათ, ან გამორჩათ, მაგრამ პროგრამამ ავტომატურად მერე გადაიყვანა 1 წელს. ანუ 1 წელს ეგ თქვენი 75 ევროზე მუშაობა ვერაფრ ვერ გაცდება, ხვდებით? მაგრამ არ ვიცი ეგ როგორ აფასებენ ამას და რატო ასე, მაგრამ ანუ კომპანიაში ის რო არის ფიქრობთ, რომ აი კომპანიაშიო თქვა ვიღაცა რაღაც სხვა სიტუაციაა, საბუთების აღებაზეც ასე ხდება, მეგობრებო. ანუ აქაური იუსტიციის სახში რომ მიდიხართ, უჟონდი ქვია რომ მიდიხართ და მე და ჩემი მეუღლე ერთად დავჯექით, აი გვერდი და შუშა იყო, აი ერთ დროს დავჯექით ოპერატორებზე, წამოვედით ამ იმის სასაღებად, კარტაპობიტოს სასაღებად. ჩემს მეუღლეს სხვა დროს მიცეს, ჩემს მეგობრებს სხვა დროს, იმას სხვა დროს, ამას სხვა დროს, ყველაზე ბოლოს ვინც ჩამოვიდა, ჩვენ რო ჩამოვიდით, 1 წლის მერე ჩამოვიდა მეგობარი, ხო? იმას მიცეს 2 თვე ნახევარში და მე მომწეს წელიწად და 2 თვეში, რომელიც ყველაზე პირველი მე ჩამოვიდა, ყველაზე მეტი გამოცდილება და ასე ვთქვათ, ამიტომ სახელმწიფოში ფული რამდენი შეიტანე, რამდენი და რაღაც სხვანაირად ხოლმე რა და მე გამოწობენ რომ ნამდვილად მუშაობდი თუ არა და რაღაცები და ნუ ყველაზე მეტი გამოცდილება და ყველაზე მეტი მუშახელი ამათვის მე ვიყავი და ყველაზე ბოლოს მე მომწეს. აი რა პრინციპზე ვერ გაიგებ. სამწუხაროდ ეს აქაც ასეა,
ყველა შემთხვევაში ასეა და ამერიკაში ყავს მეგობრები და ბიძაშვილები და იქაც ასეა. ანუ ცოტა გაუგებრობა ჩვენსავით არ არის, რომ აი იუსტიციაში მიხვედი რაღაც პასპორტი აიღე 1 საათში და ჩქარებული და მანქანა 15 წუთში გაიფორმე, აქ ესე არ ხდება, მეგობრებო, აქ სხვანაირადაა. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული და აი თქვა შენ თუ ასე ქონდა, მე რატო არ მქონდაო, ამას ვერ იტყვით, იმიტომ რომ ყველაფერი ინდივიდუალური, აი რა უნდა ვთქვა იმაზე, როცა ყველაზე პირველი მე ჩამოვედი და ყველაზე ბოლო ჩემები ვინ ჩამოვიყვანე, იმან ჩემზე მალე აიღო საბუთი. აი მე რაღა უნდა თქვა, ხო? ვერაფერს ვერ იტყვი, იმიტომ რომ ლოგიკას ვერ გაიგებ, აქ რაზე დაფუძნებით აკეთებენ მაგას. კარგით, მოკლედ ესეთი გაუგებრობები აქ არის ხოლმე, თუმცა არის პირველი და ნუ ბევრი რაღაცა, მაგრამ პირველი ყველაზე მთავარი სტაბილურობა. ანუ აქ მუშაობას რო დაიწყებ, ხარ სტაბილურად, იცი თუ მუშაობ, გამოიმუშავებ ამდენს, თუ არ მუშაობ, არ გამოიმუშავებ არაფერს. და რამე რო იყოს და თქვა არ მოგწონს, ახალ მეორე სამსახურში იმუშავებ. თავის მინუსები და პლუსები აქვს და დროც და ფინანსებიც არის ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ჯანმრთელად ხარ ადამიანი, ფულს გამოიმუშავებ. ეგ სერიოზული პლუსია. და ზოგადად სიტყვა სტაბილურობა სამწუხაროდ მე საქართველოში ვერ შევიგზენი. აქ გავიგე. რო გითხრათ რომ ეხა აქ ჩამოხვალ და მე საქართველოს წინ და უკან ივლითქო ან თკინაც აქ დარჩები და რაღაცა გეშველება თქო და არიქა და ვსიოთქო, არა მეგობრებო, არც ეს არაფერი, ანუ თუ აქ შოულობ ფულს და საქართველოში ხარჯავ, შედარებით უკეთესია, მაგრამ თუ აქ შოულობ და აქ ხარჯავ, მაინც უკეთესად ხარ, მაინც სტაბილურად ხარ შედარებით, არა გაქი ყოველდღიურ რაღაც ბრძოლებში არა ხარ, მაგრამ დიდათ რო გითხრა და რაღაცა და ვსვი ავშენდი და ეგ არის ცხოვრება და მივახციე რაღაცასო, არ არის მეგობრებო, ეგრეს ნამდვილად. თუმცა ვიმეორებ, რომ აქ ნაშოვი ფულით საქართველოში ბევრად კარგად იქნებით, ბევრად საქართველოში უფრო გამოადგებით თქვენ თავსაც, თქვენს მეგობრებსაც, თქვენს ოჯახსაც, ქვეყანასაც, ვიდრე იქ რო იყო და თქვათ იმ 500 და 800 და 100-200 ლარზე და რაღაცებზე რო იმუშაოთ. სხვა გამოცდილებაა, მაინც აქით სხვა მუღამია, სხვანაირია ყველაფერი, ბევრ მარტო ამდენ ქვეყანას ნახავ ადამიანი, რამდენ ახალ რამეს გაიგებ, ზოგი იდეინი მასტია, ხო, ესე რომ თქვა ჟარგონულად და რაღაც იდეები მოუვა და დაალაგებს აქაურს აიღებს საქართველოს ჩაიტანს იქ ბიზნეს, ნუ ბევრი ნიუანსები აქვს, მოკლედ აქ ვის როგორ გააჩნია. თორე არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან მარტო ერთ-ერთს დადიან და არც ჩადიან მანქანიდან საერთოდ. ანუ მაგათი ამ ასაკოვნებზე ვიძახის, ნუ არ აინტერესებს ხა იმ ადამიანს და უკვე აღარც იმ ასაკში აღარ ახე, ასაკში აღარ უწყობს ხელს, რომ ხა პრინციპში ხა რაქნას, ხა 58 წლის ადამიანმა რაქნას ხა ის დაიწყოს, ხო ხვდებით, ანუ დაწყებით ყველაფერი შეუძლია, მაგას არ ვიზახი, მაგრამ მათთვის უფრო სხვა მოთხოვნები აქვს და სირთულეები აქვს ბევრი უკვე და არ უწყობთ ასაკი ხელს, მოკლედ ასე რო ვთქვათ. მაგრამ ახალგაზრდა ადამიანი როცა ჩამოდის, ნუ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, თავარია შენ რას მოაბავ თავს და შენ სად იქნები ყურადღები და შენ რა მომენტს დაიჭერ აქაურობიდან. ანუ იმის გამო რომ პერსპექტივა აქ არის რაღაცების, მით უმეტეს თუ ენა იცი ხო საერთოდ. კარგით, მოკლედ ხელფასებს რაც შეეხება სტაჟირობის პერიოდში 50 ევროა, რამდენი დღეძი ხარ, იმდენი ხანი, სტაჟირების მერე რამდენი დღეძი ხარ, იმდენი ხანი 75 ევროა, ანუ 1 წლის განმავლობაში მაქსიმუმ, როგორც გითხარით 3 თვე, 5 თვე, 7 თვე როგორ გადადის, ანუ სტაჟირება 50 евро, მერე 75, მერე 80, მერე 85. 80-დან 85 ევროზეც ერთ წელი ჭირდება ხოლმე პროგრამამ რო გადაგიყვანოთ, მანდაც გადასვლა ესე ხდება, შეიძლება მალე გადაგიყვანოთ და გადადის ხოლმე ზოგ-ზოგიერთ. ვერ გავიგე კიდევ მეორე ფრაზეა დამოკიდებული. ასევე არის ხანდიხან დანამატები, ამაზე ვერ გათვლით, ეს ჩათვალე ხა არ მithქვია, მაგრამ უბრალოდ თუ მოგიწიათ ხო კარგი, თუ არა და ნუ კი იცით რომ 50, 75, 80 და 85 ევროებია ხელფასი. ანუ ეხა მაგალითად ზაფხულში ხარო ჩამოდიოდეთ ამ ზაფხულს პლუს 3 евро გექნებოდათ. ან მაგალითად მე რო ინგლისში დავდიოდი, ყველა გადასვლაზე 5 евро მქონდა. კი არიან კომპანიები, ვიღაცები უმატებენ 20 ევროს და 25 ევროსაც, მაგრამ იქ სხვა რაღაცებს არ გაძლევენ სამაგიეროდ. ანუ იმის გამომდინარე, მეგობრებო, ხელფას თუ შეადრეთ, ეხა იმ დღეს ვიღაცამ დამირეკა, რაღაცა რუმინული კომპანია ვნახეო, რაღაც 3000 евро ეწერაო და თქვენო აი ეს 85 რო გაგვთო, არ მომეწონაო, მაგრამ თქვენ გერეკავთ, იმიტომ რომ იქ ვიყავიო რაღაცაო და რაღაც აფერისტები არიან, მოგეთ არ ვიცი რა არ მოეწონა, რა მოიჩვენა იმ ადამიანს აფერისტობა, მაგრამ რაც იყო იმას გეუნებით. რომ მე მაგასთან მისვლელი არა ვარ და აბა თქვენ მითხარითო რა არის თორა და მე გამომკითხა კიდე რაღაცეები. ხო და ნახეთ რა ხდება მეგობრებო, რომ შეიძლება ძალიან კაი კომპანია, შეიძლება ამ ადამიანმა რაღაცა ვერ გაიგო, ან რაღაცა მოლოდინი ქონდა, ვერ გეტყვით მეგობრებო, მაგრამ ბუნებრივად დაფიქრდით ეხლა რომ 3000 евро აქ ახლა მართლა არ არის ის ფული რომ დამწყები ადგები ჩამოხვალ და რუსულოვანი, ანუ პოლონეთში ვიძახი შეიძლება იქით იმას სხვა ქვეყანაში მიყავდათ, ვერ გეტყვით, მაგრამ პოლონეთში ზოგადად საშუალო ხელფასი არის 2 და 4, 2.5. ესეა მეგობრებო.
მაგალითად პოლონეთში ავტომზიდზე საშუალო ხელფასი არის 2800, 3000, 3200, როცა ლიტვაში ბევრად მეც იხდიდნენ. მაგალითად ლიტვაში რავი 3.5, 3 და 8, 4 იყო. კონკრეტულად ავტომზიდზე, იმიტომ რომ ავტომზიდების თემა უფრო იქითაა რა ეს გახაჩული ესე რო ვთქვა. არ ვიცი როგორ აქვს ეს დარეგულირებული ბაზარზე, მაგრამ ჩვენ როცა ავტომზიდზე მუშაობდით მე და ჩემი მეგობარი და ინფორმაციას რო ვიძიებთ და რაღაც რო ვგებულობდით მაგიტო იმას ვქენით რა ქვია, მაშინ ჩავიხედეთ ამ თემაში და ესე აღმოჩნდა რომ თურმე ავტომზიდზე ლიტვაში უფრო მეტი აქვს ხელფასი. მაგრამ ავტომზიდზე გამოცდილება უნდა და მაგ გამოცდილების გამო დავიწყოთ გაგრას აქ პოლონურში მუშაობენ დაბალ ხელფასზე რომ გამოცდილება ქონდა, მაგრამ ავტომზიდი კიდე ცალკე თემაა, ცალკე მინუსები და პლუსები აქვს და რა მაგამდე ჯერ ბევრი რაღაცა მაგას აკეთებელი არის თქვენ საჩვენებელი თუ რამე იყოს მაგასაც გაჩვენებთ. ხო და მოკლედ 3000 евро როცა წერი ან 3500 евро მეგობრებო 3500 евро არ არის თქო რო გითხრათ ხელფასი არის მაგრამ 3500 евро როცა წერია ხელფასი იქ უკვე ავტომატურად იგულისხმება ან გერმანია ან ჰოლანდია ან ბელგია შესაბამისად იგულისხმება შესაბამისი საბუთები უნდა გქონდეთ ან ვიზა უნდა გქონდეთ ვიზას კიდე ხა როგორც ჩვენთან აკეთებთ აქ ეგრე ჰოლანდიაში მაგალითად ვერ გააკეთებთ ჰოლანდიაში სამუშაო ვიზის გაკეთება იგივე ამერიკაში გააკეთოთ სამუშაო ვიზა იგივე პროცედურებია გასავლელი ზუსტად და ვიღაცა რაღაცას რო წერს 3500 ევროს რო კითხულობთ, რა თქმა უნდა, კარგად ჩანს, მეგობრებო, კაია, როგორ არაა, მაგრამ არ არის ეგრე. შესაძლებელია თუ არა, კი, მაგრამ ყველა შეძლებს თუ არა, ვერა, მეგობრებო. ამიტომ ვიძახი, რომ საშუალო ხელფასი მე რაც უყურებ, აქ არის 2 და 4, 2 და 5, 2 და 6, 2 და 7, აი ესე უკვე გააჩნია ხელფასი შეიძლება იყოს, მაგრამ თქვა სხვა შეიძლება არ იყოს, ან შეიძლება ვიღაცა მუშაობდეს და მართლა ქონდეს და რაღაცა, მაგრამ იქ მოხდრა ძნელი იყოს, ან 1-4-5 თვერიგი იყოს, რაღაცა უამრავი დეტალი არის და უამრავი ნიუანსია. გააჩნია რა სიტუაციაზე და რა დროს და დროის რა მონაკვეთში და წლის რაზე ვლაპარაკობთ ამას გააჩნია, თორე უამრავი ნიუანსია, თორე მარტო ესე პირობითად რომ თქვენ თვითონ დაფიქრდით ახლა ნახეთ რომ ვიღაცა 3000 евро აქვს, ვიღაცა 3500, ვიღაცას 2500. აი, ბაზარზე რა მოხდება თქვენი აზრით? ყველა დაიკეტება ის 2500-იანი კომპანიები, 3000-იანები და 3500-იან კომპანიას ეყოლება მთელი ევროპის ზღოლები. ბუნებრივია კონკურენციაა, ხო? ანუ როგორ, ხო? მაგრამ ის ვიღაცა რა ხან მუშაობს 2500-ზე და ის 3000-ზე თუნდაც რომ ვისაც უხდიან, იმ 3000 სხვა მინუსები აქვს, ამას სხვა პლუსები აქვს, იმას სხვა მინუსი და ასეა დარეგულირებული რა. და რეალური არის თუ არა ზოგადად 3000 და 3500 კი მეგობრებო რეალურად 3500 ცოტა ნაკლებად ჩვენ შემთხვევაში იმიტომ რომ მან ანუ ევროპის პასპორტი უნდა გქონდეს რა თორე ევროპის პასპორტი აქვს 3500-ზე ვერა და 3000 რეალური არის კი 2-3 წლის გამოცდილების შემდეგ გააჩნია მე თქვენ როგორი ისახავ ბევრ რამეზეა დამოკიდებული მაგრამ 3000 რეალურია ეხლა აქ 2 და 4 80 ევროს შემთხვევაში 2 და 2400-ია 85 ევროს შემთხვევაში 2500 2550 ხო და ეს მეგობრებო მაინც ასეა თუ ისეა თქვენი როგორ გითხრათ გამოცდის ხელფასი არის რა ანუ ამ 1 წელი და 2 წლიან გამოცდილებას ყველა არ ითხოვენ მე არ ვიცოდი ადრე იმიტომ რომ 3 თვე რო ვიმუშავე იმდენ რაღაცა ვნახე მეთქი დამოუკიდებლად უკვე ყველაფერს ვიზავ გამიშვით მაგრამ 3 თვიან გამოცდილებაში სხვა რაღაცეები არის მეგობრებო სხვა ბევრი რამე არ გაგივლია ჯერ 6 თვიანი სხვა არის მე 1 წლიანი გამოცდილება 2 წლიანი და მე არის 2 წელზე მეტი გამოცდილება 2 წლის ზღოლი როცა ხარ უკვე შენ თითქმის ყველა სიტუაცია გავლილი გაქვს მით უმეტეს თუ აი ჩემსავე თქვა სხვადასხვა რეისებს ეძებდი და ყველგან გინოდა რომ დასულიყავი უკვე სხვა გამოცდილება უკვე შენ მეტად ამტანი ხარ უკვე შენ გაწონასწორებული ხარ და რომელი ქვეყანაც არ უნდა იყო უკვე აღარ გეშლება შენ რაღაც ისინი რა ქვია ნერვები ყველაფერზე აღარ გაღიზიანებს ყველაფერი უკვე შენ დამოუკიდებლად შეგიძლია ნებისმიერი სირთულე გადალახო ნუ უყურეთ მეგობრებო 100% ცხოვრებაში არაფერი არ მუშაობს სამწუხაროდ 100% ხდება მხოლოდ ერთადერთი რაღაცა რომ 100% ყველანი მოკვდება. გარდავიცვლებით ყველანი დანარჩენი 100% არ მუშაობს არაფერს და როცა რაღაცას ვიძახი, გამონაკლისი არის ყოველთვის ყველაფერში, მეგობრებო. მაგრამ საერთო ჯამში ვიძახი, რა თორე შეიძლება რაღაცაში ვიღაც არ დამეთანხმოს და მართალიც იყოს, იმიტომ რომ 100% ყველაფერი არაფერი არ მუშაობს ერთადერთი რამის გარდა. თორე 0.001% ყოველთვის არის შანსი, რომ ისე არ მოხდეს. ეგრე არ მოხდება მარტო ერთი რამე, რომ ყველანი თავის დროზე ღმერთმა 100 წელი და 300 წელი გაცხოვროთ, გარდავიცვლებით მოკლედ. ხო და მოკლედ არის სხვადასხვა ნიუანსები. და რაც შეეხება მოკლე პასუხს 50 евро, 75, 80, 85. ამის შემდეგ მეგობრებო,
თქვენ უკვე გეკთემათ გამოცდილება 1 წლიანი წელიწადნახევარ თუ დააგროვებთ ხო 2 წელს მე გინდა აქ დარჩი და მშვიდად იგი გამოიმუშავოთ ის თქვენი ფული გინდა უკვე მე ცოტა გაირთულეთ ცხოვრება ასე ვთქვათ რაღაც ან ენა წააშველეთ ან რაღაცა წააშველეთ და მე უკვე შეგიძლიათ ახვიდეთ 2 და 8-ზე 3-ზე 3 და 2-ზე 3.5-მდე მოკლედ აი რაც მე წნეხში იქნებით და რაც მე დაიპრესავთ თავს ესე ვთქვათ მე უკვე 3.5-ზე წახვალთ არის შესაძლებელი კი მეგობრებო მაგრამ 2.5-დან 3-ზე ასვლას ბევრი ჩალიჩი არ უნდა რო არ მოგატყუოთ რა ხო დაბა დათვალეთ ხა 2.5-ია კი არის 8000 ლარი დაახლოებით და 3000 ევრო რამდენია დათვალეთ და 3200 ევრო რამდენია დათვალეთ და არის კიდე სხვა გზები მეგობრებო რომელსაც მე ჯერ ვერ გაგზავნე თქვენ იმას გიზიარებთ რაც მე ვიცი რაც მე გამივლია მილიონჯერ გამიკეთებია ბევრი ადამიანისთვის გამიზიარებია და დამიწყებინებია სამუშაო და 2500 ევრო მოკლედ როგორ ახვიდეთ და როგორ გამოიმუშაოთ მაგას გეუბნებით მაგრამ არის სხვა გზები სადაც უკვე თუნდაც აი თეში რო 500 ევრომდე მოგემატოთ ან მე რო 3.5 3 და 8 სხვა გზებიც არსებობს მეგობრებო და მაგზას ახლა მე გავდივარ რაშიც ბევრ დროს და ფულს ხარჯავ დამიჯერეთ მაგრამ ვერ გაგიზიარებთ იმიტომ რომ არ ვიცი ჯერ მე თუნდაც ეს ვარაუდია მაგრამ ფაქტია მე რო გავივლი მაგას და რეალურად რომ მექნება და რამდენიმე თვე რო ვიმუშავებ და რო ავიღებ მაგ ფულს მე მეცოდინება და მე სავარაუდოდ გაგიზიარებთ კიდევაც თქვენ ну მოკლედ რაც ფაქტია მეგობრებო ვიც დაგიზიარებთ რაც ჯერ ვარაუდია ის ვარაუდად დავტოვოთ იქ და როცა ფაქტებში გადაიზრდება ეგ ამბავი და რეალობა გახდება მე ვისაუბრებ მაგაზე კი ბატონო კარგი შემდეგი ის რა ქვია ხელფასები საქართველოში მუშაობან საქართველოსაც ჩამოშორდა ამაზე ვისაუბრებ უკვე მეგობრებო რომ საქართველოსზე მუშაობა არ ჩაგეთვლებათ გამოცდილებაში თუმცა ინდივიდუალურია გააჩნია ასაკი რამდენის ხართ ენები თუ იცით რამდენი ხანია მუშაობთ ერთ კომპანიაში მუშაობთ თუ ბევრ კომპანიაში მაგალითად ერთ კომპანიაში თუ კაცი მუშაობს ახლა 5 წელია ხო ესე იგი ის ადამიანი სტაბილური ადამიანია და იმ ადამიანზე ახლა ერთ წელში რომ ადამიანს 5 კომპანია აქვს შეცვლილი და ერთ წელში რომ ადამიანი მხოლოდ ერთ კომპანიაში მუშაობდა თქვენ წარმოიდგინეთ რომელს უფრო აერჩევს კომპანიას ხო უნდა რომ რაღაცაში რომ დახარჯავს დროს და ფულს, მე ის დრო და ფული ბევრი ფულმა ბევრი ხანი მოუტანოს მას მოგება ხო კომპანიის თვალით ხო ასეა. ამიტომ ბევრი ნიუანსია მეგობრებო დამოკიდებული რა და შეიძლება მოლაპარაკების საგანია გააჩნია დროს, როდის იქნება მძღოლები, რამდენად საჭირო იქნება და ასე შემდეგ. თორე შესაძლებელია, მაგრამ უფრო მაინც ამაზე გათვლა არ გააკეთოთ. რა ჯობია რომ თუ არ გაქვთ ევროპის გამოცდილება, მაშინ სტაჟირებაზე მიდიხართ 50 ევროზე დღეში იმედით რომ რაც შეიძლება მალე ანუ ერთ კვირაში 10 დღეში მაქსიმუმ ჩამოხვიდეთ მანქანა მიიღო და მე გადახვიდეთ 70 ან 80 ევროზე. გააჩნია ინდივიდუალურია ყველაფერი. რამდენი ხანი დავიმუშაო და რამდენი ხანი შემიძლია დასვენება. და დასვენების დროს ხელფასს მიხდიან თუ არა ხელფასს დასვენების დროს არავინ არ გადააკეთეთ მეგობრებო ევროპაში. აი მეც მაგალითად ეხა მე მაინც თვითონ თვენდევან გარშევ ხოლმე მაგრამ ეხა მე რახან ყოველკვირეული ლესი მაქვს და მე შეიძლება ორ შაბათს სამშაბათს ვიყო სამში ან ხუთშაბათ პარასკევს ან შაბათ კვირას ვერ გაიგებ ის დრო რო სახში რო რეალურად მაგას არ გიხდიან რა რომ თუ დათვლი ესეა და ყველაგან ესეა თუ ჩამოხვედი აქ და მუშაობ გიხდიან საქართველოს თუ წახვედი 2 კვირით ან 3 კვირით იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება 2 კვირით წავიდეს საქართველოს დასვენებლად ვიღაცა შეიძლება თვენახევარი წავიდეს და ხა ყველას ხო არ გადავხდიან ხელფასს ბუნებრივია დაფიქრდით ხო ამიტომ არა მეგობრებო თუ არ მუშაობთ არ გიხდიან თქვენი სამუშაო აქ იწყება რომ ჩამოხვალ და რომ იტყვით რომ აი კადენციაში გავდივარ კადენციას ვეძახით ამ რეისებს აქ კადენციაში გავდივარ თვენახევარი ან 2 თვე ან რაღაცა აი ამაში გიხდიან თქვენ ფულს მანქანაში ჩაჯექი ტახოგრაფი ჩაარჭვე всё დაიწყო შენი ფულის ათვლა მოკლედ ტახოგრაფი ბარათი ამოიღე всё მორჩა შენი ფულის ათვლა ხანდიხან ეხა მაგალითად არის ხანდიხან არის ხოლმე რომ ტახოგრაფის ბარათი რომ ამოიღე და იქ ჰოლანდიაში ჩააბარე მანქანა ხო და იქიდან ბუსით მოდიხარ პოლონეთში აი ამ გზავრობის ფულს მეგობრებო დღეში 85 ევრო თუ გქონდა ნახევარს გიმატებენ ეხა 100-ია დღეს ახლა 100-ია რაღაც პერიოდი არ იყო ხოლმე ასე რაღაც პერიოდი ხანდიხან არ არის ხოლმე უფრო ძირითადად ასე ხოლმე მაგრამ ხანდიხან ასე არ არის ხოლმე ამაზეც გათვლა არ გააკეთოთ ეს უბრალოდ თუ იქნება თქვენ თუ იქნება კაი თუ არ იქნება და ნუ იმაზე გააკეთეთ გათვლა რომ ტახოგრაფი ბარათი ჩაარჭვეთ ფულის დათვლა დაიწყო 2 თვის მერე ან როცა ამოიღებ 1 თვის მერე ამოიღეთ ფულის გამომუშავება შეწყდა ფულის საჭირო მანქანა შეწყვიტა მუშაობა ესე რომ ვთქვათ რა და სამუშაო რეისები რამდენი ხნიანია 3 კვირა მაინც უნდა იყოს მეგობრებო ანუ ეხა 1 კვირიანი რეისი რო გქონდეთ მე სხვა კომპანიაში ვარ დროებით გადმოსული იმიტომ რომ ჩვენი ბავშვების დამტოვებელი ვინც იყო ჩემი სიცოცხლე მას მოუწია საქართველოს წასვლა
და ეხლა არავინ არ ყავს ბავშვების დამტოვებელი და მეუღლეს ბავშვებთან არის ასე რომ ვთქვათ, სხვა გზა არ ქონდათ, თორემ ამათ რო ერთკვირიანი რეისი ქონდათ, რა თქმა უნდა, მე აქ არ გადმოვიდოდი, მე იძულებული ვიყავი უბრალოდ რომ მეძებნა ერთკვირიანი რეისი, იმიტომ რომ არ მინდოდა ეხლა ეს 3 თვე და 2 თვე და თვე ნახევარი და თუნდაც 1 თვე რომ მევლო რა სადღაც. ხო და ამიტომ მე დროებით სხვა კომპანიაში ვარ. თუ მეუღლეს შეიძლება მუშაობა, ისევ რა თქმა უნდა მადავრდები. მაგ კომპანიაშიც ისევ გაფორმებული ვარ, ჩვეულებრივად ოღონდ კადრებში ვარ, მეგობრებო. აქედან გამომდინარე, მე ამ ეტაპზე 100 მირჩევნია და 100 მაგ გადაწყვეტილი, მაგრამ მინიმუმი რამდენი ხანია 3 კვირა, მეგობრებო. 3 კვირაზე ქვევით ვერ იმუშავებთ. ანუ 3 კვირაზე ქვევით არ არის სამუშაო კადენცია, ანუ რეისი ახლა რომ გახვიდე დაждეთ მანქანაზე, 3 კვირა მაინც უნდა იყოს. მაგრამ მე მაინც ჩემი გადმოსახედიდან გირჩევთ თუ ბევრი ხანი არ გინდათ მუშაობა, თვე და 1 კვირა მაინც რომ იმუშაოთ, აი მაგალითად თვე და 1 კვირა იმუშავოთ, 3 კვირა დაისვენეთ, გამოვა რომ 2 თვეში თვე და 1 კვირა იყავით, 3 კვირა დაისვენეთ. ხო და თვე და 1 კვირა მუშაობა და 3 კვირა დასვენება მე მგონი ნორმალურია. ან თქვათ გინდა რომ 1 კვირის ფული 1 კვირა დარჩები გადაამატებ, არ წახვალ ამ თვე და 1 კვირაში დარჩები თვე და 2 კვირა თქვა და თქვა რაღაც მანქანის ნაწილი გინდა იყიდო ან ბავშვები გინდა თქვა ქობულეთში ან ბათუმში გაუშვა, ხო 650 ევროთი მეტი თუ გინდა რომ ჩაიტანო 1 კვირას დაამატებ რა და დარჩები. ან შეგიძლია პირდაპირ 2-3 თვე ვიღაც მანქანის ყიდვა უნდა და რა ვიცი 5 თვე და 6 თვე და 8 თვე ძის ხოლმე მანქანაში და ჩამოვა იქიდან წავა საქართველოში მანქანას იყიდის ერთი 1200 ევროიან მანქანაზე დაждდება თან ისე რომ ოჯახსაც ინახავს რა და ამიტომ ვერ გეტყვით რა თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორც ესეთი 3 კვირაზე ქვევით არ არის მეგობრებო და წესით 6 თვეზე მეტიც არ შეიძლება ჯდომა. წესით 100-ია, მაგრამ ზიან ხოლმე რა კორონაზოს განსაკუთრებით ჩემი მასწავლებელი 2 წელი მანქანაში იჯდა. ვერ ჩამოდიოდა აქ და მე მიაყოლა და 2 წელი მანქანაში იჯდა ტიპიტო. ძალიან ბევრია დამეთახოთ მეგობრებო. კარგი, ეხლა ცოტა ისე შეკითხვებზე გადავიდეთ მეგობრებო. რა საბუთებია საჭირო? მოგეთ საბუთები საჭიროა ბიომეტრიული პასპორტი, მაგრამ პასპორტი არ უნდა იყოს მეგობრებო გაფუჭებული. გაფუჭებულ პასპორტში გულისხმობ რაღაცა საზღვრის კვეთისთვის არასასურველი წითელი ბეჭეტი ან ამის მსგავსი არ უნდა გქონდეთ და დეპორტიც რა თქმა უნდა არ უნდა გქონდეთ. რომ ამ პასპორტით ვიზის მოწევას როცა გამოვაგზავნით, ვიზის აღება შეძლოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ვიზით გირჩევნია წამოსვლა. ვიზით რო ჩამოხვალთ აქ თქვენ მაინც კარტა პოპიტოზე უნდა შეიტანოთ საბუთი, იმიტომ რომ ეს ვიზა 1 წლიანი ვიზას იძლევიან, ხო? ხო და ამ კარტა პოპიტოზე ადრე 3 თვე უნდა და თუმცა ადრე მეც წელიწადზე მეტი დამჭირდა, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც ვცნობ, ვისაც წელიწადზე მეტი დაჭირდა. ხო და ეხა ქართველებზე ის 3 თვეში და 4 თვეში ვეღარ კეთდება ის რა ქვია ეს კარტა პოპიტო და ახლობთ 8 თვე მაინც უნდა დათვალო ისე იძახიან. ეხა მეც უკვე გასაახლებელი მაქვს ჩემს 3 წლიანს ვადა გაუვიდა. ხო და ამიტომ ვიზით უნდა წამოხვიდეთ 1 წლის იმედად, რომ 1 წელი ვიზით იმუშავებთ, ამ 1 წელში ჩამოხვალ თუ არა ეგრევე შეიტანოთ კარტა პოპიტოზე და ამ 1 წელში უკვე კარტა პოპიტო აიღოთ, რომ მე 3 წელი დროებით ბინადრობის უფლება გქონდა, ცხოვრების უფლება გქონდა და მუშაობის უფლება. მე 3 წლიანი კარტა პოპიტოს შემთხვევაში ბარემ გეტყვი, კიდე 3 წლიანი შეგიძლიათ აიღოთ, მე უკვე 5 წლიანი მუდმივი ცხოვრების უფლება შეგიძლია გააკეთო და ამაში კი გავიდა უკვე 3 წელი და 5 წელი, 11 წელი არ სჭირდებათ ამდენი მარამაინც და 10 წელში მოქალაქეობაზე შეგიძლიათ მიიღოთ განაცხადეთ თუ რამე და ბარემ გეტყვით, ვინც ოჯახებით ჩამოდის მეგობრებო აქ, ოჯახით ვინც ცხოვრობს, აქაურებსაც და ჩამოსულებსაც პოლონეთის მთავრობა უხდის 800 ადრე 500 იყო, მაგრამ ეხა 800 ზლოტს ერთ ბავშვზე. ანუ მე მაგალითად ჩემს ეხა 2 ბავშვი მყავს აქ და 2 ბავშვის გამო 1600 ზლოტს ვიღებ, რა ვიცი ლარში გადაიყვანეთ რამდენია დაახლოებით 1000 ლარზე მეტია. ეს ავტომატურად ანგარიშზე გერიცხება ხოლმე. მოკლედ რა ვიცი აკეთებენ და რატომაც არა, ხო, მშვენიერია, მშვენიერი ბონუსია, მოკლედ ესე რომ ვთქვა. საბუთები, მოკლედ რა არის საბუთები საჭირო? ბიომეტრიული პასპორტი, როგორც გითხარით, ვიზა გვჭირდება მეგობრებო, მართვის მოწმობა C კატეგორია, ტახოგრაფის ბარათი, ADR-ი საბაზისო მაინც არის ცისტერნა, მე ცისტერნას აქვს მაგალითად, კოდი 95 პოლონური, ფსიხო და მედიცინის ნომა პოლონური. ანუ ფსიხო და მედიცინის ნომა პოლონური, პრინციპში კოდი 95-ს თუ გააკეთებთ, კოდი 95-ზე ეგრევე გჭირდებათ. ანუ ეგ ჩათვალეთ კოდი 95-თან ერთად მოდის ეს ფსიხო და მედიცინის ნომა. ADR-ი სასურველია, მაგრამ ყველაზე გიჩვენებთ რომ გააკეთოთ საქართველოში იჯდება, რა ვიცი, ძალიან ცოტა, რაღაც 100-150 ლარი. მაგ კონტაქტებს ყველაფერს ვის რას გადაწყვეტავთ მე დაგაკვალიანებთ, ანუ ჩვენ მე უბრალოდ მოგცემთ კონტაქტებს თქვენი სახის, მე თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიძიოთ, ან უბრალოდ ვთქვათ ვინც ვიცი რომ აკეთებს და ვისაც გაუკეთები და ვისი ნომერიც მიმიცია სხვაზე, ის შეგიძლიათ გთხოვოთ და მე უბრალოდ დაგეხმარებით.
თქვენ თუ არა და კიდევ მეორე თქვენთან შეგიძლიათ ყველაფერს მოძიება, როგორც მე თვითონ ეგერ ვიღაც გორელ ბიჭვენზე და მე თვითონ ავიღეს ვარშავის ის როსლავში კოდი 95. მოგეთ ბიომეტრიული პასპორტის აღება კი იცით რაც არის და როგორც არის გეცოდნებათ რომ დაჩქარებულათა შეგიძლიათ აიღო და ისედაც აიღო თუ არ გაქვთ ვიზა უკვე მოწვევას გამოგიგზავნით და ამ ბიომეტრიული პასპორტით კიდევ ვიღაცას ნახავ თუ არ ნახავ და მაგის ნომერსაც მოგცემთ ბოლო ვიზას გააკეთებთ მართვის მოწვევა თუ 2009 წლამდე გაქვთ აღებული კოდი 95-ის გავლა გიწევთ მოკლე კურსის თუ 2009 წლის მერე გაქვთ აღებული C კატეგორიაზე ვიძახი C კატეგორიაზე მაშინ ის რა ქვია მაშინ გზელი კურსი არის მოკლე კურსი დაახლოებით 600 700 800 ზუსტად ვერ გეტყვით მეგობრებო მაგრამ დაახლოებით ამ ფასებშია ხოლმე გზელი კურსი შესაბამისად უფრო მეტია ალბათ 1200 1300 1100 ასე იქნება ეს მართვის მოწვევის მერე კოდი 95 რო აიღო ტახოგრაფის ბარათის დამზადება მოგეთ უყურეთ ტახოგრაფის ბარათი და ADR-ი შეგიძლიათ საქართველოში გააკეთოთ საქართველოში გაიაროთ კურსი ერთხიანი დღენახევრიანი კურსია მაგალითად 2 დღენახევარში ორივეს გაივლით და ტესტირებას შეგაჩააბარებთ ქართულ ენაზე და აიღებთ ქართულს რომელიც ჩვეულებრივად მუშაობს მეც ქართული მაქვს ორივე მაგრამ კოდი 95 რაც შეეხება კოდი 95 პოლონური უნდა გქონდეთ რახან პოლონეთში იწყოთ მუშაობას მაგალითად ქართულ კომპანიაში რომ მუშაობდეთ ქართულ კომპანიაში არ სჭირდებათ მაგრამ საქართველოს ქართულ კომპანიებში ვინც მუშაობენ და ევროპაზე დადიან მათ სჭირდებათ ეს და მათ ქართული კოდი 95 აქვს რახან ქართულ კომპანიაში მუშაობენ ვინც ლიტვაში წავა ლიტვური კოდი 95 უნდა და ასე მოკლედ რომელ ქვეყანაშიც მუშაობ იქაური კოდი 95 გჭირდება კოდი 95 არის თვითების გადაზიდვის ნებართვა ესე უხეშად რო გითხრათ ანუ შენ გაქვს უფლება რომ ეს გადაზიდვა და გავლილი გაქვს რაღაცა სერტიფიკატი მძღოლის კვალიფიკაციის სერტიფიკატია ესე რო ვთქვათ რომ შენ იცი ეს თვითების შემთხვევაში აქ რა ხდება როგორ არის და როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ ტახოგრაფის ბარათი არის მართვის მოწმასავით მოწყობილობა ჩვეულებრივ ჩიპიან რომელსაც ჩაარჭობ და სმენას რო გაახსნი რო დაკეტავ ქვეყანას შეცვლი აი დასხლაზე ხარ აქ დააყენებ ზაგრუსკა ვიგრუსკას გემზე ახვედი პარომინა დააყენო და ასე შემდეგ აი ესეთ რაღაცებს რა კონტროლებს ტახოგრაფი და მასში ჩარჭობილი თქვენი ბარათი ან ტახოგრაფის ბარათი ეგ არის ან მძღოლის ბარათი არის ტახოგრაფის ბარათი და კოდი 95 არის მძღოლის კვალიფიკაცია ამაღლებული ხარ და აი ის რო ხარ უკვე მაგის საბუთი არის კოდი 95 ასევე აქ რო ჩამოხვალთ არის წითელი საბუთი პატარა ესე წითელი ქაღალდი არის მართლა და ამ წითელი საბუთის დამზადება სჭირდება ეს წითელი საბუთი უკვე კონკრეტულად კომპანიაში რო წახვიდეთ და ჩვენთან რო წამოხვალ ჩვენ დაგიბდათ წითელ საბუთს რო ამ წითელი საბუთის გარეშე ლიცენზია არა რომ თქვენი ტვირთები გადაზიდოთ მაგრამ სხვა კომპანიაში თუ წახვალთ სხვა კომპანიაში სხვა წითელი საბუთი დაგჭირდებათ მაგრამ ეს კოდი 95 როგორც არის მართვის მოწვევა ბიომეტრიული პასპორტი კოდი 95 ADR-ი და ეს რაღაცეები ეს ყველა კომპანიაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგრამ ეს წითელი საბუთი არის კომპანიის მიერ გაცემული საბუთი რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიისაა და იმ კომპანიაში წერია მაგალითად რაღაცა კომპანიის სახელი წერია როცა აქ დაიწყეთ მუშაობას თუ სხვაგან გადახვალთ ამ წითელი საბუთის ხო ვერ აჩვენებთ პატრულს რომ აი ეს წითელი საბუთი მაქვს იმიტომ რომ ის კომპანია ეწერა რომელიც უკვე აღარ მუშაობს ასე რომ მეგობრებო მაგ საბუთებს კიდე ერთი რო დავამატოთ წითელი საბუთი ეს მაინც რო იცოდეთ თორე თქვენ არა მოკლედ ამას კომპანია დაგიმზადებთ მაგრამ თქვენი გასაკეთებელი რაც იქნება მეგობრებო არის ბიომეტრიული პასპორტი ვიზა მართვის მოწვევა C კატეგორია ტახოგრაფის ბარათი ADR-ის ბარათი საბაზისო კოდი 95 პოლონური ფსიქო და მედიცინის ცნობა რაც შეეხება ახლა დეტალურად მეგობრებო ანუ მართვის მოწვევა კი იცით სადაც უნდა აიღოთ თუ არ იცით და პრინციპში ვის დამწყებები ხართ შემიძლია ნომერიც მოგცევთ თქვათ რუსთავში ვისთან მიხვიდეთ თბილისში ვისთან მიხვიდეთ ქუთაისში ვისთან მიხვიდეთ პრაქტიკას ვინ გასწავლით დანარჩენის გამოსვლა კი იცით რომ ქუთაისში ზბარდება და თბილისში ზბარდება საპატრულოში ტახოგრაფი და ADR-ი შეგიძლიათ საქართველოში აიღოთ მათ კონტაქტებსაც მოგცემთ მეგობრებო თუ გნებავთ თქვენთან მოიძიეთ ქართულ ენაზეა როგორც გითხარით კოდი 95 პოლონური გინდათ და შეგიძლიათ ჩვენს არსებულ სკოლას ჩვენი კომპანია რომელიც სკოლასთან თანამშრომლობს რუსულენოვანია ოღონდ და ამ რუსულენოვან სკოლაში გაიაროთ ეს სწავლება საქართველოს შეძლებთ ონლაინ დაჯდეთ და ლოგინ და პაროლს მოგცემენ და ახლა როგორც ლეპტოპი მაგახსნია ესე ლეპტოპში შეხვიდეთ და პრავის ბილეთებივითაა სავითაა ზუსტად მეგობრებო და ის რა ქვია გაიაროთ ეს ონლაინ მოკლე კურსი გიწევთ თუ გრძელი კურსი გიწევთ გააჩნიათ რომელიც ლამდე გაქვს პრავა აღებული როგორც გითხარით 2009 წლამდე მოკლე კურსია 2009 წლის მერე გრძელი კურსია
და შეგიძლიათ ტესტირებაც დასაზუსტებელი გვაქვს სავარაუდოდ ამ კვირაში ამ ვიდეოს რო ავტორთავ სავარაუდოდ უკვე ცნობილი იქნება ეგ რომ ესე გვინდა რომ ტესტირებაც იგაიარო საქართველოში რომ მე აქ არ შემოუწიოს ჩამოსვლა რაღაცა იმიტომ რომ არის ასევე სხვა ავტოსკოლა მეგობრებო ქართულ ენაზე შეუძლია გაგესაუბროთ ამ ადამიანს რომელიც ვარშავაში უნდა ჩაფრინდეთ ერთი დღე უნდა ჩაფრინდეთ იქ რაღაც საბუთები შეავსოთ რაღაცები დაიწყოთ რაღაცები დარეგისტრირდეთ და მე შეგიძლიათ საქართველოში წახვიდეთ და იგაიაროთ სწავლება რაღაც ესეთი საშუალებაც ესეთი გზაც არის მოკლედ რა თუ არიცით თქვათ რუსულად შეიძლება საუბრობდეთ ანუ რუსული მინიმალური უნდა იცოდეთ მეგობრებო ელემენტარული რაღაცა რომ ვიღაცას გააგებინოთ რაღაცა უნდა იცოდეთ მაგრამ ამდენი ხა პრავის ბილეთების კითხვა რუსულად ამდენი თუ გეძნელებათ მაშინ შესაძლებელია ქართველი ადამიანის ნომერიც გაგიზიაროთ ესე რომ თქვა და სხვა მეტი აქ ფსიქოდამედიცინა როგორც გითხარით არა აქვს მნიშვნელობა რომელი მასში წახვალთ რომ რუსულ ენაში ისწავლით თუ სხვაგან თუ თქვენით მოიძიებთ მაინც კოდი 95-ზე უკვე გჭირდებათ რომ კოდი 95-ს რო აიღებთ უკვე გჭირდებათ ეს ფსიქოდამედიცინის ნომა კოდი 95-ს რო ტესტირებას გავიდა ჩაავარეთ მე კოდი 95 პლასტიკური ბარათი იყო ადრე და პლასტიკურ ბარათს უნდა დამზადდეს ამას კიდე ცალკე დაჭირდება ხოლმე დაახლოებით 2-3 კვირა ჭირდება ხოლმე მაგრამ ეხა ვისაც ისა აქვს რა ქვია ახალი შესული აქვს მარცვმოწყობები პოლონური მარცვმოწყობის შესვლაც ქართულიდან იქადაც ქართულიდან პოლონური მარცვმოწყობის აღებას არ არის რთული 100 ზლოტი ხს მეგობრებო უბრალოდ ლოდინი უნდა ისე რომ მარცვმოწყობას ზალა არ ეკარგება ჩვეულად შენ ძველი მარცვმოწყობით მოძრაობ და პოლონურში გადაგიცვლიან მაგრამ ვისაც ეს პოლონური მარცვმოწყობა ამ პოლონურ მართვის მოწყობაშივე წერია უკვე შეგინდეს კოდი 95 ანუ ეხა მე პლასტიკურის მაგ და პოლონური მარცვმოწყობაც მაქვს მაგრამ ეხლა პოლონურ მართვის მოწყობა მჭირდება მარტო ის პლასტიკური პრინციპი შემიძლია აღარც გამოვიყენო უკვე და საერთოდ აღარ მჭირდება ეგ თვითონ პოლონურ პრავას რომ მივაწოდებ მას პატრულს თქვათ იქ ეწერება ეგეც იქ ნახავენ ეგენი ყველაფერს მოკლედ ხო და ამიტომ დეტალურად აქაც სხვადასხვა ნიუანსებია სხვადასხვა ფაქტორებია სხვადასხვა დრო არის სხვადასხვა ფასებია მაგრამ შეგიძლიათ ყველაფერი თქვენ თვითონ გააკეთოთ უბრალოდ ჩვენ რომ მოწვევა გამოგიგზავნ და ჩვენ რომ ვიცოდეთ ჩვენთან მოდიხართ ყველა საბუთი უნდა გქონდეთ უკვე ან პროცესში უნდა იყოს დაწყებული და ამის შემდეგ მეგობრებო მინდა გადავიდე ერთ პატარა შეკითხვაზე რომელსაც სხვავენ ხოლმე ხშირად და იმედია ეს თემა აქტუალური გახდება და გეტყვით რატომ ფასიანია თუ არა ვაკანსია არ არის მეგობრებო ვაკანსია ფასიანი მაგრამ ხო გეუბნებით იმ წითელი საბუთის დამზადებასაც კომპანიამ რომ უნდა დაგიმზადოთ მაგასაც თანხები ჭირდება მეგობრებო მოწვევასაც ყველაფერს თანხები და დრო ჭირდება აქ და ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ არის მაგრამ სამწუხაროდ მეგობრებო მინდა ვთქვა რომ და ძალიან გულდასაწყვეტია ჩემი მხრიდან აი მინდა ეს გადმოგცეთ ახლა რომ ხშირად არის ხოლმე ზარები მეგობრებო და ხშირად არის აშკარად ყვილები რა და არ გინდათ მეგობრებო თუ რაიმე ინფორმაციის გაგებ პირდაპირ მითხარით მეგობრებო პირდაპირ გეტყვით მაგაზე არ არის ბოლო პრობლემა უბრალოდ ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა ადამიანი მირეკავს მეუნება მე ხო აქ რაც ალგედროს ხარჯავ მე რაღაცა ისეთი განსაკუთრებული შეკითხვა აქვს ყველას რომ ერთ და იგივე შეკითხვები ეს ძირითადად ახლა მე თქვენასაც გეუბნებით ეს არის ერთ და იგივე შეკითხვები მაგრამ ამის იქით ყველა შეკითხვა არის ძალიან განსხვავებული სულ სხვადასხვა ადამიანზე, სხვადასხვა ეროვნებაზე, თუნდაც სხვადასხვა ასაკზე, სხვადასხვა გამოცდილებაზე, ზოგს პრავა ახლა აღებული, ზოგი ახლა იღებს და მოკლედ სხვადასხვა სიტუაცია და ამის დაზუსტება მჭირდება ხოლმე კომპანიასთან და მე კომპანიასაც უნდა ვეკონტაქტო და ბევრი დრო მიდის მოკლედ ამაში იქით-აქით. ხო და რაღაცა ძალიან რაღაც რამდენიმე შეკითხვის ჩამოწერის შემდეგ რომ დასაზუსტებელია და შესათანხმებელია და გამონაკლისის სახით რაღაცა გადავცემ კომპანიას და მე პასუხს მივიღებ და ურეკავ და ანუ 3 დღის წინ ხდება თქვა რაღაცა, თქვა ორშაბათს მოხდა რაღაცა დარეკა ადამიანმა და აინტერესებს რაღაცეები. მეთქი მეუნები, მეთქი თუ პროსტა ინფორმაციის მოძიება გაინტერესებს, მითხარი და გაგცემ ყველაფერზე პასუხს, არ არის პრობლემა. არა, მუშაობის დაწყება მინდა და აქედან გამომდინარე გადავდივართ მე ცოტა უფრო სხვა შეკითხვა პასუხებს და მეტი დროის ხარჯვაზე. აქედან მე ეს სხვანაირი სიტუაცია რო არის, მე გადავდივარ კომპანიასთან, მე კომპანიისგან უკავშირი გადმოდის და მე ესე უბრუნდები ამ ადამიანს, ხო? და ეს ამ ყველაფერში გადის 2-3 დღე და ამ დროს მეუნება ისაო რა ქვია. არა, მე უკვე იმას ვქენი, რა ქვია, მოწვევა გამომიგზავნეს ხო და აი ესეთი წყვილი ანუ შენ თუ ჩემთან მოდიხარ და გინდა ხო შენ თუ სხვაგან მიდიხარ კი ბატონო წადი სხვაგან თქვენთან მოიძიეს მეგობრებო არა კომპანია უამრავია მართლა უბრალოდ მე იმას გიზიარებ თქვენ რაც მიმუშავია გამივლია სხვაგანაც მიმუშავია და
ბევრი თავის ტკივილის გარეშე, თავის ტკივილები მაინც გექნებათ მეგობრებო, მაგრამ თავის ტკივილის გარეშე და ამ ბევრი დროის და ფულის ხარჯის გარეშე, რომ პირდაპირ შედარებით წესიერ კომპანიაში რომ დაიწყოთ მუშაობა, რომ აი ეს ყველაფერი რაც მე გავერდა დრო და ფული ხარჯი ეგ თქვენ რო არ ხარჯობთ, ამას გიზიარებთ, მე ხო ხვდებით? თუ სხვა კომპანიაში თქვენ შეიძლება ნებისმიერ კომპანიაში წახვიდეთ, შეგიძლია გაგიმართლოთ, შეიძლება არ გაგიმართლოთ, ეგ არავინ არ იცი უკვე, ხო? თქვენი საქმე თქვენი ყოფილა ბიჭი რომ მაგალითად თვითონ თავის ესე მიდიოდა მე მითხრა გაგრას დაახლოებით 2 წლის წინ იყო ეგამოვი მე მითხრა მეთქი კი ბატონო წამოდი ხა დაველაპარაკე კომპანიას ყველაფერი მე წამოვიდა ჩვენთან მაგრამ გზაში გადაიფრე და სხვაგან გადაუხვია სხვა კომპანიაში წავიდა იქ რაღაც საშინელი სიტუაცია დახვდა და ბოლოს რა აღმოჩნდა იცით არც იმ კომპანიაში არ მუშაობს არც სხვაგან არც ჩვენთან არ წამოვიდა ხა საერთოდ იმდენად დააბნიეს იმდენად შეაშინეს ტიპი და იმდენად რაღაცები რა ვიცი რა გაივა ასეთი არ ვიცი საერთოდ აღარ მუშაობს ტიპი იმაში რა ქვია და ეს ყველაფერი საბუთები თაროზე შემოდებული ტიპის ხო და აქედან გამომდინარე გეუბნები თუ რამე ინფორმაცია გინდათ კითხეთ ხალხო ეხა პროსტა რაღაცის გაზიარებაში და 3 წუთის დახარჯვაში მაგაში და არაფერი არაა ხო ისეთი მაგრამ 3 დღეს რომ დამახარჯინე და მე მეუბნები რომ მოწვევა გაკეთებული მაქვს უკვე ხო არ ვიცი ხა საათი ტყუება ადამიანი მაგრამ საწყენია ხო ყოველ შემთხვევაში პირდაპირ მეუბნები ყველას პირდაპირ მითხარით ხალხო არ არის დასამალი ასე რომ მქონდა მეორე შემთხვევა მეგობრებო რომ რეკავს ადამიანი ცოტა ასაკოვანი ადამიანი და ასაკოვანი ხმა არის აშკარად მძღოლია ახლა გამოსტილი აშკარად რეკავს და მეუბნება რაღაცებს რა და ყველაფერი მოუყევი მეთქი ესეა და რაღაცა საუბარში მე აღმოჩნდა რომ ეს რა ქვია ჩემი მოკლედ ის იყო რა შინაური აღმოჩნდა რა მოკლედ რა ანუ ჩემი მეგობრის მამა ყოფილა ოღონდ ეს ჩემი მეგობრის მამა კი არ უნდა და სამსახური იმიტომ ჩემი მეგობრის მამას ტრაილერი ზღოლია ჩემი მეგობრის მამის მისთვის უნდა თურმე რომელიც უფროსია მასზე და აი მეო ეხლა 65 წლის ვარ და დამაწყებინებენ მუშაობასო და მე გამომიტა რომ უი შენო შენო ჩემი ის არა ხარო კაცო და ხო მეთქი არა მეო ისა ვარ რა ქვია მე მისახელი გირეკავ იმიტომ რომ ეგ ზღოლი არისო და მე ხომან მუშაობ და რავი ორივენი რომ წამოვიდეთ და წამოიყვანო ჩემი ძმაო 65 წელს თუ მიიღებენო აი მითხარიო რა და რაღაც სხვა მე უკვე გაიხსნა რა ტიპი და ანუ აი ჩემი მეგობრის ის კი ცდილობდა აი ეს ტყუილები არ გინდათ მეგობრებო მაინც პატარა საქართველოს ხო ისიც კაი ერთმა მოიტყუა მეორე მოიტყუა თქვა ვერ გავიგე მესამე მეოთხე მაინც პატარაა მაინც არ დაიმალება რა და პირდაპირ მითხარით რაც გნებავთ მეგობრებო ანუ თქვენ რაც გაინტერესებთ მე იმას გეტყვით 2-3 წუთში მეტი არ დამჭირდება და თქვენ რაც არ გაინტერესებთ იმას მე ტყუილა რომ შეცდომაში შეკავართ მე მეზროს ხარჯავ ეს რომ მე სხვებს აკლება მეგობრებო მეც მაკლება კომპანიასაც და რაღაცა ქაოსი გამოდის და ამიტომ გთხოვთ მეგობრებო რომ პირდაპირ თუ რამე შეკითხვა გაქვთ პირდაპირ მკითხეთ აქედან გამომდინარე ვაკანსია ფასიანია თუ არა არ არის მეგობრებო ვაკანსია ფასიანი და იმედია არც არასდროს არ იქნება ფასიანი თუმცა ასე თუ გაგრძელდა იძულებული ვიქნები რაღაცა ზომები მივიღო და ალბათ ასე ვფიქრობ რაღაცა დეპოზიტის სახით ხო არ დავადებინო თუ ადამიანებს რა რომ იმიტომ თუ დეპოზიტს დადებენ თქვა პირობითად 200-300 ევროს მაშინ იმას ვიზავ რა ქვია მაშინ ასე დავждები და დავხარჯავ დროს თქვა და ვისაც უნდა ის დადებს და მე თქვა რო ჩამოვა და გაფორმდება და უკვე მანქანაში ჩაჯდება იმ ფულს დაუბრუნებენ თქვა უკან ხო რაღაც ესეთი შეიძლება საჭიროება მოითხოვოს ვერ გეტყვით იმედია არ იქნება მეგობრებო საჭირო ასევე არის ხოლმე მეგობრებო შემთხვევა რომ ვიღაცა მოწვევას გაგზავნებს და შეიძლება საერთოდ არ ჩამოვიდეს აქ ანუ აი მას არც ფიქრობდა საერთოდ რომ შენთან ჩამოსულიყო ეგეთი შემთხვევების მე პირადად არ მქონია მაგრამ კომპანიაში ყოფილა მაგალითად უნდა ამერიკაში გადაყვარვა ვიზა ჭირდებოდა ვთქვათ ну სხვა მოწვევებს გააკეთებს ახლა ადამიანი მაგრამ ტრაილერის მოწვევა რო გაქვს და ტრაილერის საბუთები ყველაფერი რო გაქვს ცოტა უფრო მეჭრის ესე რო ვთქვათ რა და შეიძლება მოწვევა გამოგიზავნოს და ის არც ჩამოვიდეს შენთან პირდაპირ დაადოს თავი და წავიდეს იქით რაღაც ეს იმაში რა ქვია მექსიკაში ვერ გაიგებ რა ბევრი სხვადასხვა სიტუაციაა მოკლედ და ვიღაცა თუ იტყვის რომ აი ესე რატო ხო ანუ იმ რატოს თავისი მიზეზები აქვს მეგობრებო ესე უმიზეზო ცხოვრებაში არაფერი არ ხდება და არავის არ ჭირდება ზედმეტის თავის ტკივილი და ვიღაცის ზედმეტად გაღლეტვა ასე რო ვთქვათ რა და ვიღაცის კიდე 2 კაპიკი აქვს ადამიანს დათვლი და კიდე ზემოდან 2 კაპიკის დამატება მაგრამ სამჭიროს სამწუხაროდ რაღაცები იმედია არ გახდება საჭირო მაგრამ თქვენი არც ახლა შუქნიშნები რო არ არსებობდეს აი რა იქ რა მოხდება ტრასაზე ხო ანუ შუქიშანი არის მარეგულირებელი ხო გარეგულირებს მოძრაობას და შედარებით ისეა ხოლმე რა და დაახლოებით ასეთი რაღაცები არის ხოლმე სამწუხაროდ ცხოვრებაში საჭირო იმიტომ რომ პირდაპირ ესე ყველა რომ მიუშვა ხო ძალიან ქაოსი იქნება
ხო და ჯერჯერობით ცოტა არ არის სიტუაცია ამ მხრივ კარგად, მაგრამ იმედია მეცე აღარ გაგრძელდება და არ მომიწევს რაღაც სხვა დამატებით რაღაცების მიღება რა. იმიტომ რომ ადამიანი ხა ვინც მოდის იმისთვის კოდერ ხმათხუმეში მაგალითად თუნდაც მოკლე კურსზე რომ 700 евро გადაიხადოთ პირობითად, ხო, ის ფული მისთვის დიდი ფულია ხალხო, მე მესმის. მაგრამ რეალურად აქ ერთი კვირის ფული 650 евро გექნება, ხო? ერთი კვირის ფულის გადახდა რაღაც საბუთში არ დაგენანება, მაგრამ ხა ერთი კვირის ფული აქ არის, მაგრამ იქ არის, შეიძლება 3, 4 და 5 თვის დანაზოგიც კი იყოს ვიღაცისთვის ეს 700 евро, ხო? მე ხო ვიცი რაც არის არა. ეხლა მაგ ადამიანს შენ კიდე უთხარ რომ იცი რა ეს 300 евро კიდე დეპოზიტზე დადებიო, რომელიცაც ვერ მიიღებს თქვა ამ საბუთების დამზადებას კი უნდა ერთი თვე ნახევარი უნდა ხო და ახლოვებით. ან თქვენ ეხლა დღეს რო გადაწყვიტოთ ტრაილერში ახვალ ყველაზე კაი შემთხვევაში თვენახევარში ალბათ ასე გამოდის. ამ საბუთები თუ გაქვთ, მაშინ არა, მაგრამ საბუთების დამზადება თვენახევარში ვერ ახვალს პრინციპი, იმიტომ რომ საბუთების კოდის ხმათხმას კი უნდა თვენახევარი, მერე ვიზა, მერე საელჩო თვითონავის ბილეთი აქ რო ჩამოხვალ 3-5 დღე გაფორმება და მოკლედ ვერ ახვალთ რა და ეხლა ეგეთ ადამიანს შენ ადექი და კიდე 300 евро დაადებინე დეპოზიტზე გარანტიისთვის, რომ ნამდვილად ჩვენთან მოდიხარ თუ არა. ნუ მესმის მეგობრებო, მაგრამ თუ ეხლა ამ ვიდეოს რო წერ ეხლა დღეს ხო გამოვიდეთ 8 იმისია დღეს გავსი რაღაცა უკვე აი წამოვიდა, მაგრამ იმედია არ იქნება და თუ მოხდა ეს მეგობრებო ჩვენგან არაა საჭირო ხო ხდებით უბრალოდ ასე თუ გავაგრძელეთ შეიძლება არც არავინ არ წამოვიდეს ის ვისაც წამოსვლა უნდა იმისთვის დრო ვერ გამოყოთ მეგობრებო და რეალურად ქაოსი იქნება რა და შეიძლება ის მაგალითად პირობითად ვიზახი ან შეიძლება სადაც პაციენტს გავხალოთ ვერ გეტყვით მაგრამ პირობითად ვიზახი რომ ეს ფული თუ დადებს ვიღაცა ესე იგი მართლა მოდის ხო ეხლა მართლა აღარ ეთამაშება ადამიანს როგორც ჩანს რა ხო და ამიტომ თუ რაღაც გავსი ზომების მიღება გახდა მეგობრებო საჭირო ეს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე და ისევ დაინტერესებული ადამიანებიდან გამომდინარე იქნება ესე რო ვთქვათ. იმედია არ იქნება საჭირო და იმედია რა ვიცი, სამომავლოდ ყველა გულახდილები ვიქნები და პირდაპირ მეწვით ხოლმე ვის რა დაინტერესება გაქვთ. ვთქვათ, პირადი სამომავლოდ ფიქრობთ, შეიძლება დღეს არ გინდათ, ან შეიძლება საერთოდ არ ფიქრობთ, მაგრამ აბა ერთი მოდი კითხავს დავსვა იქნება და მოვიფიქროთ. პირდაპირ რა თქვენი რა გაინტერესებთ, პირდაპირ მითხარით, მეგობრებო, მეც პირდაპირ გიგვასწრებთ რაც შეიძლება ამომწურავოთ. ვეცდები ყოველ შემთხვევაში. კარგით. ზოგადად ვის შეუძლია და ვინ ვერ შეძლებს ტრაილერზე მუშაობას. ვის შეუძლია? ყველა შეუძლია, მეგობრებო, მართლა ყველა შეუძლია მუშაობა და ვინ ვერ შეძლებს, ეგ უკვე ცოტა ისეთი თემა, ანუ ვინ ვერ შეძლებს გეტყვით. მე მაგალითად მყავდა ერთი ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა კაი მუშაბიჭია, სხვათა შორის უბრალოდ ვერ შეძლო მარტოობა. რაღაცნაირად თვითონ აი სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდა ყოველთვის, სულ რაღაცა მეგობრები, სულ გართობა, კლუბები და რაღაც ეგეთი ტიპი იყო რა მოკლედ. არის კიდევაც პრინციპში. და გაუჭირდა რა, ისა ვერ შეძლო მარტოობა, საღმე რომ გადავიკვეთებოდით, მოკლედ აი თვალები ამხელა უხდებოდა ხოლმე ბედნიერებისგან. მარტოობა ვისაც არ შეუძლია და თქვათ მაგას ვერ გაიგებთ. ეხლა თქვენც არიცით მარტოობა შეგიძლიათ თორემ იმიტომ რომ მარტო არავის არ ყოფილიყავ ცხოვრებაში. მარტო პრინციპში აი ეს არის რეალობა, რომ ეხლა ხარ მარტო ადამიანი. ეხლა თქვენთან ვარ პრინციპში, მაგრამ და ეგრე პრინციპში კავშირზე ოჯახთან და მეგობრებთან ყოველთვის იქნებით, მაგრამ ანუ მოკლედ რო გითხრათ, ვინ ვერ შეძლებს, ვისაც არ შეუძლია მარტოობა, მეგობრებო, რაღაცა დროით. ამას თქვენ ვერ გაიგებთ, შეიძლება არ გაქვთ გამოცდილი, მაგრამ რაღაც პონჩი ხა მე ჩაულებრივად რანაირი პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს არსებობს ტელეფონი და ეხა ამ ვიდეომდეს მე ოჯახს ველაპარაკებოდი და სხვებსაც და ანუ ეს მაგას ვერ გზნობ, რომ მარტო არ ახარ. მაგას ნამდვილად ვერ გზნობ ტელეფონის დახმარებით, მაგრამ მაინც ამ პირდაპირ გაგებით მარტოობას გულისხმობ, თუ ამას ვერ შეძლებს, გაუჭირდება და ერთი ადამიანი წავიდა ეგრე, იმიტომ რომ იყო ესეთი ადამიანი, რომ აი სულ რაღაც მეგობრები, გართობა, მიდი-მოდი კლუბები და რაღაცა და ასე ცხოვრებიდან აქ წამოვიდა და ცოტა იბორძიკა და გავჩი არ მოდი არაო რა, ჩემი არ არის ესაო რა. კიდე ვინ ვერ შეძლებს მეგობრებო, ვინ ვერ შეძლებს და ვისაც მეგობრებო, თქვათ აი დალევის ხრივ თუ ვიღაცა ძალიან დამოკიდებული ხართ სასმელზე, მაგრამ აი საქართველოში გონიათ, რომ აი მანქანაზე დაждები და დალევ და წახვალ, მე პრობლემა არ არის. აქაც ალბათ გარკვეული პერიოდი იმუშავებთ, მაგრამ დრო მოვა და მაინც ეგ თქვენ დალევის გამო პრობლემები შეექმნებათ რა. ხო და ამიტომ ვერ შეძლებს თქო რო გითხრათ, ფლათ ესეც არ არის, მაგრამ არ გირჩევთ ეგეთებს თუ სასმელთან სამსფელზე ხარ დამოკიდებული და
რაღაცა მაშინ ჯობს თავი შეიკავოთ, ამას გირჩევდით რა. კარგი, კიდე ვინ ვერ შეძლებს. კიდე როგორი მომენტი არის, იცი? აი ეს კატეგორიაც არა ადამიანების, რომლებიც ვერ შეძლებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომ აი მარტო თავისი თვითონ რასაც უიძახის, აი ეს უნდა გააკეთოს და თვითონ გონია, რომ ასე უნდა გააკეთოს. ეს ერთით კაი თვისება არის, ან განსაკუთრებით ბიზნესმენებს გამოადგებათ ეგეთი თვისება, რომ აი ბიზნესში შენ თუნდა რაღაცები აკეთო, კი ბატონო, მაგრამ როცა კომპანიაში ამოდიხარ და კომპანიას ყავს 1300 და 8000 მანქანა და იმას აწყობილი კომპანია ის შენ წესებს წაუყენებ და არა იცი რა ეს არ უნდა იყოს, ანუ თავისებური ტიპები ხო არიან, ეს მართლა ვიძახი, რომ ძალიან კაი თვისებაა, ოღონდ შენი პირადი საქმე და შენი პირადი ბიზნესის განვითარების, მაგრამ ეგეთი პრინციპული ადამიანები მე მყავს ეგეთი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი, მაგიტო ვიძახი. ეგ არ მუშაობს ტრაილერზე, მაგრამ ზოგადად ისე ვიძახი, რომ ძალიან თავისებური პრინციპული ადამიანებია და არა მაინც ისე უნდა გავაკეთო. ეგეთებიც იმუშავებენ, მაგრამ გაუჭირდებათ მაინც უთანხმოება მოვუვათ რამდენიმე თვე, 2 თვე, 7 თვე, 3 თვე და მაინც უთანხმოების გამო წავლენ და იტყვიან რომ არ ვარგა, მაგრამ ეგ იმას კი არის, რომ ეს კომპანია არ ვარგა, ან სხვა კომპანია არ ვარგა. ზოგადად მიდგომა არ მოეწონა ამ ადამიანს კომპანიის, ხვდებით? და ეგეთი თავისებურად ჯიუტი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისთვის, პირადი ბიზნესთვის ძალიან კაი თვისებაა, მაგის გარშე გაუჭირდებათ პირადი რაღაცები განვითარო, მაგრამ დიდ კომპანიაში შენი ულტიმატუმებით მისვლით მოკლედ იმუშავებ, მაგრამ კითხვა ისმის რამდენი ხანი და ბოლოს სავარაუდოდ უკმაყოფილება იქნება მაინც რა. დაახლოებით აი ესეთი კატეგორიის ხალხისთვის არ გირჩევდით, თუ ვინმე არის, არ ურჩევ ამნაირ ხალხის კატეგორიას არც ტრაილერზე მუშაობას და პრინციპში ევროპაში აქ სხვანაირადაა, მეგობრებო, აქ მე ხარ რაც საქართველოში მიმუშავე და რაც დღეღამები მითენებია, მაინც ვერ შევადრე აქაურ მუშაობას, იმიტომ რომ აქ თუ 8 საათი მუშაობ, იმ 8 საათში იმაში ქარხანაში მუშაობენ რა. არის რომ მაგალითად დასვენება აქვს ზოგს 9 საათი და 15 წუთი. ან საერთოდ 15 წუთი აქვს დასვენება, ან 9 საათი, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ 8 საათი შენ მუშაობ და 9 საათი შეგიძლია რომ გამოსვლიდან, რომ გამოხვიდე, გამოიცვალო, დაიბანო, ჭამო, ჩაიცვა და შეხვიდე, ამაში გაქვს 9 საათი და 15 წუთი გაქვს რომ გამოხვიდე სიგარეტი და შეხვიდე. ანუ მე დღე და ღამეები და წლები მიმუშავია, მეგობრებო, სამსახურში, მაგრამ აი ხა ტრაილერში ხა ვზივარ და აგერ ამდენ საათია ვიდეოს გიწერთ, ხო? მე ვერ მუშაობ ეგ სამსახურში, ან როცა მაქვს არჩევანი, თორე საქმეს რომ მიდგეს და ოჯახს დაჭერდეს, ვერ მუშაობ კი არა, რა ვიცი, კბილები შევჭამ ვიღაცას რამე რო იყოს, ხო? მაგრამ მე ესე თავისუფლებას ვარ უფრო ნაჩვევი და თავისუფლად მიმუშავია ის ღამის თევითაც და ის წლებითაც და ეხლა წარმოიდგინეთ, მუშაობ და სიგარეტის მოსაწევად დრო არა გაქვს და ის რო ჭამო როქშია არა გაქვს დრო, ეგეთი, ანუ აქეთ ესეა მეგობრებო, აქ წვილა საათობრივად როცა არის ანაზღაურება, არავინ არ გადაგიხდი. საქართველოში ეს იმიტომ არ ვიცით, რომ საათობრივი ანაზღაურებები არ არის. საქართველოს საათობრივად რო გიხდნენ, იქაც ეგრე იქნებოდა ჩვეულებრივად. მოკლედ ეგრეა მეგობრებო, რა ვიცი, ყველა შეძლებს მიუხედავად ყველაფერსა, უბრალოდ ზოგი გააჩნია რამდენი ხანი გაკაჩავენ და რამდენი ხანი გამოიმუშავებენ. კარგით, ვიზის გარეშე ვერ წამოვალ და თუ დეპორტი მაქვს, მაშინ ვიზის გარეშე მე ვერ წამოხვალ, მაგრამ აქ უნდა იყო მაშინ. არის ხოლმე შემთხვევა, რომ ვიღაცა მოდის, ადრე იყო უბრალოდ ეხა არა, იმიტომ რომ ადრე ტაქსაობდნენ ბიჭები, სანამ საბუთები და ვიზა და პობიც და რაღაც დამზადებოდა, მაგრამ ეხა ტაქსაობისთვის საჭიროა პოლონური მართვის მოწმობა. და თვითონ ტაქსის ლიცენზიასაც აქ თვენახევარი უნდა ხოლმე ლოდინი, ვარშავას საერთოდ 5-6 თვე უნდა ხოლმე ლოდინი და ასე შემდეგ. და ადრე შეიძლებოდა, მაგრამ შეგიძლია წამოხვიდეთ ვიზის გარეშე, რაღაცა დაიწყოთ აქ სადმე ქარხანაში, ანუ ვინც უმუშევარია, ახლა სამსახური არ აქვს და მაინც ზის, მაგას გულისხმობ, რომ შეუძლია ჩამოვიდნენ, ვიზა გააკეთონ, მუშაობა დაიწყოთ სადმე ქარხანაში, ეს ქარხანაში იმუშაონ 1000 ევროზე მიახლოებით 800, 900, 1000 euро, 1100 შეიძლება ვიღაცას კონდეს. და მერე გადახვიდეთ აქეთ, ანუ ამ პირობით შეგიძლია თორე ისე პირდაპირ ვიზის გარეშე ტრაილერზე წამოხვიდეთ თუ არა, აზრი არა აქვს მეგობრებო, ვიზის გარეშე წამოწვას არ გიჩევთ და თუ ვიზა რაღაცა დეპორტი ან რაღაცა მსგავსი ქონდათ, დიდი ალბათობით უარი გექნებათ. ეგეც უკვე ელჩზეა დამოკიდებული და ეგ უფრო იმას გაესაუბრეთ, ვინც ვიზაზე და დაგეხმარებათ, თუ არა და მეც მოგაწვით ნომერს, პრინციპში არაა პრობლემა, მაგრამ მაინც ალბათ 50-50-ზე შეიძლება ბევრი იყოს რა. იმიტომ რომ ზოგადად ეს საელჩები არ უნდათ, რომ თავიანთ ქვეყანაში შეუშვან ცოტა კითხვისნიშნიანი ადამიანები.
როცა არჩევანი აქვთ და არჩევანი სულ აქვთ, მაგათ დამიჯერეთ მეგობრებო, აი სულ აქვთ არჩევანი. მაგათ, ანუ ელჩსა რო შედიხარ ზოგადად რო იცოდეთ, ელჩის პირველი და მთავარი მიზანია, რომ თქვენში დაიჭიროს რამე ცუდი, რის გამოც არ გაგიშვებთ. ელჩის დანიშნულება პირველ ეგ მოეთხოვება ელს რეგლამენტით, ეგ მოეთხოვება, რომ რაღაცა გიპოვოთ, რომ თქვენ არ გაგიშვათ. ანუ ისე რომ უირაკაი ვთქვათ თოლქმარი მოვიდა ბავშვებთან დედა რაკაი არა არა აქვს მნიშვნელობა ის ვისთან მოვა და კაცია ტრაილერზე მიდის ხარხანა ბიჭია თუ ვინა მისი პირველი მოთხოვნაა ქვეყნისგან მის საელჩოსგან რომ მან თქვენში იპოვოს ის მომენტი დაიჭიროს რომ რის გამოც თქვენ არ უნდა გაგიშვათ მაგრამ ესე არ არის ყოველთვის ხო ელჩების ადამიანები არიან, ეგ შეიძლება შეცდნენ, მათაც შეიძლება რაღაცა გამოეპაროთ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი მე ესეთი პატიოსანი ვარ, აქ მუშაობ და მე არ ჩამირწყეს და აი ის ვიცი და იმას შაუუტყეს და რაღაც ეგეთი რაღაცები გამიგია იქ საელჩოში ლაპარაკობდნენ, მაგრამ ვერ გაიგეთ, ის ელჩი შეიძლება შეცდეს თქვენ სასარგებლოდ და თქვენ საწინააღმდეგოდაც. მაგრამ როგორც ესეთი ელჩი რას გადაწყვიტავს, მაგას ვერავინ ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, ვერც ვერ გეტყვით, ვერც ის ვინც დაგეხმარებათ და შეიძლება ელჩი ამ ელჩთან რომ მოხვდით, ამასთან რომ მოხვდით დღეს ამ ფანჯარაში, ვინც უნდა ჩაგირწყათ ეს ისა, ხო, საბუთები და ვიზა გვერდზე. შეიძლება გვერდზე მიდის იმანას ვერ გითხრას, იდეაში ის გვერდზე ბრძომი რას გადაწყვიტავს. ამიტომ მაგას ვერავინ ვერ გეტყვით, მეგობრებო, ვიზის გარეშე მოკლედ არ გირჩევთ არავის წამოსვლას, თქვენივე დაინტერესება, რომ გააკეთოთ ვიზა. ეგერ ნახე მეგობრებო, გამორჩა ორი შეკითხვა და ამას ჩავამატებ ახლა ბარემ, რა მანქანები ყავთ? მანქანები ყავთ მერსედესები და დაფები, მანქანები დაახლოებით 2-3 წლსებია, მაქსიმუმ 4 წლსები იყოს. მაგალითად, აი ეს კამერიანი მერსედესები, რაც ეგენი ყავთ ახლა და უკვე შეკვეთილი ყავთ ახლები, დაფები თითქმის ყველა გამოცვალეს უკვე. მაგალითად, აი განახეთ, ახლა ნახეთ. და ესეთი დაფები ყავდათ მეგობრებო, ადრე და ეხლაც რამდენიმე მანქანა დადის, აი ესეთი დაფები. და ეხა შემოიყვანეს აესთები. ანუ ეს არის ძველი დაფი, ეს არის ახალი დაფი, XG-ები. ზოგი კამერითაა, ზოგი ხა ეს კამერითაა მაგალითად, ნახეთ. და არის სარკეთი, ანუ ეს დიდი ისა აქვს, რა ქვია, კაბინა აქვს. აი ჩემი საწოლი რო არის ხა მაგალითად ესე. მე ხა ოლო მყავს საერთოდ, მაგრამ ჩემი საწოლი რო არის ეს შეტეხილი როა, იმას ეს საწოლი პირდაპირ აქვს და პლუს ლოგინებს შორის დიდი აქვს მანძილი. და უფრო თავისუფლად ხარ. მე მაგალითად მერსედესში ეხლა მეტრა 85 ვარ და ცოტა ისე ვარ რა და დაფში საკმაოდ ფეხშლი ხოლმე. მაგრამ მერსედესი მაინც ყველაზე მარტივი სატარებელია, თუმცა ამ დაფს თვითონ ეს კაბინები რო გადადიხარ სადმე ძალიან რბილად მოძრაობს ამის კაბინა. ეს დაფიც გაისატარებელია, პრინციპში მერსედესიც გაისატარებელია, მაგრამ ცოტა ჩემთვის აიქა ასე ვიწრო, თუმცა მერსედეს დიდი ეს ისინი აქვს, რა ქვია, ადგილები ბაგაჟისთვის შესანახად, თუმცა ეს მეორე ეკიპაჟიანზე მუშაობდი, ხა მეუღლესთან და ორი ადამიანის ბარგით მერსედესში უფრო კარგად ეთები, დაფ თითქმის არა აქვს ადგილი, არც ეს გამოირჩევა განსაკუთრებული ადგილით, უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ეხა ამ დაფს რო აგვერზე პლასმასი და დაფარული რო აქვს, ჩვენს მანქანებს აქით ისა აქვს, რა ქვია, თვითონ უჯრა აქვს ცალკე და ეს ზედმეტ ნივთები რაცაა და რაც არ ჭირდება, მანდ შეიძლება შეინახო. მერსედესს ესე აქვს, დაფებს ესე აქვს. ხო და მერსედესები, კამერიანი მერსედესი სადგას, აი ესეთი მერსედესები ყავთ ეხლა მეგობრებო. აი ესეთი მერსედესები ყავთ ეხლა, ანუ იგივე ეს არის, ეს მერსედესია, ოღონდ ეს სარკიანია. სარკიანების 1-2 ყავდა და შეიძლება ვიღაცას შეხვდეს, რა ვიცი, მაგრამ არა, ძირითადად ეხლა ახლები არის, ახალ ცხვრზეა, მერსედესებს ასე დაამახინჯეს ეხლა, მაგრამ ნუ მაინც ახალი მანქანები ეგენია. მოკლედ დაფები და მერსედესები ყავთ რა. ხო, როგორც განახეთ, მოკლედ დაფები და მერსედესები ყავთ, აი ესეთი მანქანები ყავთ. 2-3 წლის შეიძლება სადღაც 4 წელს კიდე შემორჩენილი იყოს, აი ძირითადად პორტებში უფრო ფუჭდება ხოლმე მანქანები და მან დაღავთ ხოლმე. ხო, კონტეინერებიც აქვს მართლა და მაგალითად გოგოები კონტეინერზე მუშაობენ ხოლმე, კონტეინერი მაინც შედარებით ადვილია გოგოსთვის რა. ანუ ჩვენთან დამოვიდა იმით თქმა რომ ტენტი, მაცივარი, არაგაბარიტული და კონტეინერი. კონტეინერი და მაცივარი ცოტა, არაგაბარიტულიც არაა ბევრი, ძირითადად მაინც ტენტია. მანქანები რაც შეეხება ესენი ყავთ მეგობრებო, მერსედესები დაფები და ასევე კიდე შეკითხვა არის ხოლმე ესეთი, რომ რა კლუჩები წამოვიღო და არაფერი კლუჩები არ უნდა წამოიღოთ, მეგობრებო, თქვენ არაფერი არ დაგჭირდებათ აქ, მაქსიმუმ თქვენი კლუჩი მეგობრებო არის აი ჩემ შემთხვევაში 3 წელია, ესაა ჩემი კლუჩი, ამაში დევს შესეგანიგების ნაბორი, მოკლედ აი ეს და всё, ეს ჭირდება მხოლოდ იმიტომ, რომ ფარებზე ამ მერსედესებს რატომღაც არ ვიცი, მაგრამ ძალიან ხშირად ეწובה, ნუ ლედ ფარები არა აქვს ისინი, რა ქვია.
LED ფარები უკვე იმას აქვს ახალ დაფებს, აი დიდ კაბინიან დაფებს. ამ Mercedes-ებს ჰქონდათ ნათურები და ეს ნათურები ძალიან ხშირად ეწვებოდა ხოლმე რატომღაც, რა ვიცი, 2 თვე, თვენახევარი, 2 კვირა და იწვებოდა ხოლმე ზაპას ნათურები გააქვთ, რა თქმა უნდა, გაყოლებენ იმისთვისაც, რა ქვია, მანქანისთვისაც, მისაბმელისთვისაც და ასე შემდეგ. თუ არა გაქვთ და მე ბაზაზე შევთვალთ თქვა თუ გახარჯეთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივად კარტა ბარათის გაქვთ და იყიდოთ მაგ ბარათით და თუ რამე მაქსიმუმ შეცვალოთ. Mercedes ფარის გამოსვლას სამწუხაროდ წინა ვიდეოებში ძალიან ყველაფერი მქონდა იქ დეტალურად, მაგრამ ის არხი როგორც გითხარით დამიბლოკეს და აღარ არის ახლა. მაგრამ ადვილია ძალიან მოკლედ, 4 შურუპი აქვს, 4 შურუპს მოხსნით და ამ ფარს ესე გამოწევთ გვერდულად, ნათურა შეცვლით, შეატრიალეთ პეტლზე, არა ეს შეატრიალეთ და всё, მეტი არაფერია. დაფებს არ ეწვებოდა ხოლმე ნათურები, მე რაც ყოლია, ბევრი დაფე მყოლია და არა, მაგრამ Mercedes ბევრჯერ ეწვებოდა ხოლმე ეს ნათურები. და რაც შეეხება სხვა კლუჩები კიდე დევს ხოლმე მანქანაში საბურავის გამოსასვლელი კლუჩი. ახლა საბურავის გამოსასვლელი ვინც არიცით, პატარა მანქანასავით ესე ხელით ვერ მოუშვა. ესე სიომნიკივით არა, ესე უნდა ატრიალო და ეს სიომნიკივით მე ეს ნელ-ნელა ატრიალებს და სიომნიკი არა, მოკლედ სპეციალური არასასიამოვნოა საბურავის გამოსვლა, სიმართლე გითხრათ, მithumetes სიცხეში, იმიტომ რომ დაახლოებით საათნახევარი გჭირდება ამის ტრიალში ჯერო დაუშვა, მერე კიდე დაუჭირო და კარგად რომ დაუჭირო. და საბურავის გამოსვლა ჩემს შემთხვევაში მაგალითად მაგ კომპანიაში წელიწად-ნახევარზე მეტი ვმუშავე და ერთხელ მქონდა შემთხვევა რომ საბურავმა დაიწყო დაშვება. კი არ გამისკდა რაღაცა, უბრალოდ დაშვება დაიწყო, რაღაცა შეერჭა ეტყობა. და იმ ერთხელ მე გამოვცვალე. პირველ კომპანიაშიც რომ მუშაობდი, იქ ბევრი ხანი არ ვიმუშავე და ახლობით ნახევარი წელი ვიმუშავე და მანდაც დამეშვა ერთხელ 45-კაზე გავჩერდი, არაფერი და მე მეორე დღეს რო ჩავედი რაღაც ხმამეს უნდა ესეც და მეთქი რა არის და ისეთ ხმარო იყო, ეხა იმათ ევაკუატორის გამოძახება რაღაცა თან რაღაცა და მაგის ავდექი და მე გამოვცვალე. აუ ჩემს გამოცდილებაში ორჯერ გამოვცვალე იქ საბურავი, თუმცა აქ ეს კერძო კომპანია რახანაა და რახანა აქ პატარა ისაა, რა ქვია, პატარა კომპანიაა, ოჯახური კომპანია, ასე ვთქვათ, სულ 50-60 მანქანა ყავს. ვიდეოებში, თქვი წინა ვიდეოებში და წესდა უკვე ნაჩვენების წესთ უკვე ატვირთულიც მექნება ეგ ვიდეოები. განახებთ აი ჩემს უფროს რა მანქანები ყავს და ზოგადად ტიპები თვითონ პაგრუჩი გზეზიან და ანუ ეგრე არიან, არ ვიცი, რა ვიცი, ანუ მე-7 სერიის ტიპი მოვა და ოფისიდან გამოვა, ხელსაწყოებს გაიკეთებს და რევნებს და დახმაობს წინ და უკან. მამამისი პაგრუჩი გზეზის, მისი ძმა სულ რაღაცებს მექანიკოსობს, ანუ ეს მანქანებს ეგუყურებს და სულ ან მატორებს დაათრევს, ან ნაწილებს დაათრევს და აი ეგრე მუშაობენ რა მოკლედ. და ამერ კომპანიაში რაღაც საბურავები მოუწია, ცუდი პარტიის ყიდვა, არ ვიცი რა საბურავები ყიდვა და მეს და სხვა მძღოლებსაც განსაკუთრებით. ახალი დაწყებული რომ მქონდა ამ კომპანიაში 3 თვეში გამოცვალე 16 საბურავი მეგობრებო. ბათქა ბუთქი გაუდიოდა ნახალ თუ საბურავებს რა ვიცი. და მოგეთ ყველანაირ პირობებში გამხეთქვია საბურავი, აბგონზეც გამხეთქვია, სელზეც, ღამეც, რავი, 2 საბურავი გამხეთქვია, გამომიცვლია წავსულა და მე მანქანაზე დაშვებულა. და ზოგადად ამ საბურავის გამოსვლას იმიტომ ვიძახი, რომ საბურავის გამოსვლა რაღაც კატასტროფა გონია ადამიანს, მithumetes პატარა მანქანაზე თუ არა გამოსვლა, პატარა მანქანაზე თუ არა გამოსვლა, მაინც წარმოდგენაში ხა იცის ტექნიკურად, რომ დიდი მანქანის საბურავი ეგრე არა, mithumetes ხა 25 ტონა თვითი რო გიდოს. მაგრამ პირველად ეგეთი შეგრძნება მქონდა მეს და რაღაც წვალებით ხა მქონდა გამოცდილებაში, რა ტრაქტორზეც გამომისვლია საბურავი და მქონდა მოკლედ ადრე რაღაც შეხებები და რაღაც გამოცდილებებით პროცესა მოხსნა და ზაპა საბურავს დააყენებ რა. ესე არ ხდება ხოლმე ეგეთ კომპანიებში, ეს მე ახლა უბრალოდ ყველაფერს გიყვებით, მაინც რომ ზოგადად ყველაფერზე წარმოდგენა გქონდა და ეგეთ კომპანიებში იქ სულ ახალი მანქანები ყავთ, ახალი საბურავები აქვს და ასე შემდეგ. ამ ჩემო უფროს მაგ არ ვიცი რა საბურავები იყიდა. მოკლედ ბათქაბუთქი გაუდიოდა რა და პირველი რომ გამოცვალე, მეორე, მესამე, მეოთხე თან ახლა ცოტა გაუბრაზდი მეს რაც არ უნდა ის იყო, მაინც ცოტა მეთქი რა ხდებათო და მე ბიჭებსაც რო ვკითხე, ჩვენც ესე ვართო და მოკლედ ის პარტია საბურავები ისე ამოიწურა რომ ამ სამთვეში ყველა დავხეთქეთ რა. და მე ისე მქონდა დამოღამებული რომ უკვე ზუსტად ვიცოდი დღისით რომ დამეშვებოდა რამდენი ხანი მინდოდა, წვიმაში რომ დამშვებოდა რამდენი ხანი მინდოდა გამოსვლა, საღამოს რომ დამშვებოდა რამდენი დამოღამული მქონდა, მაგრამ და მის მერე მაინც დამაქვს ხოლმე სხვადასხვა ბრუსები რა, იმიტომ რომ ორი დანკრატი მაქვს, მაგრამ მაინც რამე რო იყოს ადვილად რო აწიო რა. მე ამდენი პაგრუჩკა რო გამოცვალე, მივხვდი რომ თურმე იქ ახლები ყავთ მანქანებს და მისაბმელებს, ხა ჩემი ეს მანქანა არაა 2017-იანია, ძველია. ხო და აქ ვნახე რომ თურმე ამ ძველ მისაბმელზე, რომელსაც პრინციპზე საბურავი არ მოხსნა, რა ვიცი, რამდენი წელია,
მოხსნას მარტო მოუშვი არა იმ დისკის გამოღებას ჭირს და იმ დისკის გამოღებაზეც ბევრი მიწვალი ამერიკյան როგორ ჩავდა და მოკლედ პატარა კომპანიებში სხვა პლუსებია, მაგრამ ცოტა სხვა მინუსებიც მოყვება და მაგ კომპანიაში აი ეს არის თქვენი ძირითადი ინსტრუმენტი მეგობრებო და ის საბურავების ყველაფერი გიდევთ, რომელიც შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ ისიც ჩემს იზეს მაგალითად დაეშვა და საერთოდ არა მსგავს რამეებში მოხერხებული პატარა მანქანის საბურავიც არ გამოუცვლია არასდროს და მაგ შემთხვევაში გამოუძახეს ის რა ქვია ევაკუატორი მოვიდა და გამოუცვალა და სხვა დროს ცოტა ხა გამოსცილი რო ხარ და მანქანასთან შეხება რო გაქვს წინასწარ თუ ხედავ რომ საბურავს უკვე რაღაცა გვერდზე ჩაჭრილია ან რაღაცა უკვე საეჭო თუ არის წინასწარ უღებ ფოტოს უგზავნი და ეხა იმ დღესვე ვერა მაგრამ როგორც კი საშუალება ექნება პირველ საშუალებაზე იმიტომ რომ მაგ მერსესის ცენტრშიც გაგიშვებენ ხოლმე ან დაფის ცენტრში გაგიშვებენ და იქაც რიგებია ხოლმე და მაგალითად დღეს თუ ანახავთ რომ აი საბურავზე რაღაც პრობლემა აქვს ან თუნდაც მანქანას რაღაცა პრობლემა აქვს არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გონიათ სულ ახალი მანქანა წამოიყვანე ერთხელ 0 გარბენით მე და ჩემი მეუღლე წამოიყვანა და გზაში რაღაცები ამითო დავხმადო ხო და ხან არის ხოლმე რომ სერვის საგარანტიოზე მჭირდება ჩასვლა და ჩაეწერებით რა ჩვეულებრივად ჩვენთან ასე ხდება და გაგატარებენ უახლოეს დროში როცა შეძლებენ თვითონაც ეხა იტალიიდან იმაში ვერანაირ წამოგიყვანთ ხო თუმცა არის ხოლმე შემთხვევა რომ ვთქვათ საფრანგეთში შეგატარებენ იმაზე დაფის ცენტრში ან მერსესის ცენტრში ან ჰოლანდიაში ან ბელგიაში ან გერმანიაში მაგრამ ესე რომ დღეს რაღაცა გაგიფუჭდა და ხვალ მიხვედით ესე არ ხდება მაგრამ ჩაგწერი და უახლოეს 1-2-3 კვირაში გააჩნია რა ვიცი დაახლოებით 1-2 კვირა ჭირდება ხოლმე შეიყვანენ და იმ საბურავებსაც გამოგიცვლიან მე მქონია შემთხვევა რომ ერთ საბურავზე მქონდა პრობლემა და იმ ვულკანიზატორში შემოწმებია და მეორე საბურავს მართლა არაფერი არ ჭირდა ოდნავ იყო რაზვალზე ნაცვეთი ოდნავ რა და ამის გამო ეგეც შეუცვლიათ ახლები დაუყენებიათ წინ ასე რომ თქვენი კლუჩები რას უნდა წამოიღოთ მეგობრებო არაფერი არ წამოიღოთ უბრალოდ ამას იყიდით ალბათ რა ვიცი მაქსიმუმ 10 евро უნდა არც უნდა 5 ევროთ ალბათ ამას იყიდით თუ მანქანაში არ იყო ეს მაგალითად მანქანაში დევს ხოლმე იმ კომპანიაში და ის რა ქვია საბურავისთვის თუ რამე და გააქვთ ამიტომ გააჩნია მაგრამ როგორც წესი არ ხდება ხოლმე რა ხანდახან ორ წელში ერთხელ უწევს ვიღაც საბურავის გამოსვლა ვიღაცა საერთოდ არ უწევს მაგრამ წელიწადში ერთი საბურავი გამოცვალოთ მაქსიმუმ აი ეს არის რა ვიცი მაქსიმუმ თუ თქვენ არ გაჭრით რა თქმა უნდა რამეს ასევე მეგობრებო ენას რაც შეეხება უნდა იცოდეთ მინიმალური რუსული ენა ან მინიმალური ინგლისური ან მინიმალური პოლონური თლად ენის გარეშე გაგიჭირდებათ ენა უნდა იცოდეთ ანუ რუსული მაინც უნდა იცოდეთ რაღაცა ელემენტარულ დონეზე გააგებინოთ და გააგებინოთ ეხლა არ ვიზახ რაღაც მაგრა ელაპარაკოთ მაგრამ უნდა გააგებინოთ ან გააგებინოთ რა და მიმოწერა ტრანსლეიტი შეგიძლიათ Google Translate-ით ან ChatGPT-ის გამოყენებით ან ასე შემდეგ მაგრამ ენა როგორც ესეთი რუსული მინიმალური არის კი თქვენ ტრაილერის ზღოლი ხართ ეს გავიარეთ მოკლედ ტრაილერის ზღოლი არ მეგობარო კი მაგასია ფასიანი ესეც გავიარეთ სადაური კომპანია სად დებარეობს თვითონ ამჟამად დაფრინავს პოზნანში არის ფილიალი ბაზები არის გერმანიაში და ჰოლანდიაში სხვა ადგილას თვითონ დაფრინავს კვირაში 3 ჯერ რაც დამოსახერხებელია კომპანია არის ჰოლანდიური კომპანია ეს დამფუძნებელი ვინც იყო ჰოლანდიელია მის გვარს ატარებს ჩვენი კომპანია ეს კაცი უბრალოდ გარდაიცვალა ეხლა მის შვილები მართავენ მის შვილებს არ მართავენ პრინციპში მის შვილებს დარჩა ეს კომპანია მაგრამ მე უკვე მენეჯმენტი აქით სინი არიან პოლონელები და უკრაინელებია და სხვადასხვა ბევრი ხალხი მუშაობს მოკლედ რა მაგრამ როგორც ესეთი შვილები მართავენ ამ კომპანიას ისე ჰოლანდიური კომპანია მოდი ესე დავარქვათ ყავთ 1300-ზე მეტი ავტომობილი და კიდე გაზდას აპირებენ შეგულისხმობ რაც მეტი მძღოლები იქნება მანქანებს იყიდიან მაგის პრობლემა არ აქვს თანამშრომელი ყავთ ამ 1300 მანქანა თუ ყავთ 2000 თანამშრომელი მძღოლებიანი კადრებიან რაღაც დირექტორის მოადგილე და ასე შემდეგ ბუღალტერი და ასე შემდეგ ეგენი ყავთ 2000-ზე მეტი მოკლედ მანქანები ყავთ 1300-ზე მეტი გაზდა უნდათ ის რა ქვია თანამშრომელი ყავთ 2000 პოზნანში არის დიდი ოფისი ბაზები აქვს ჰოლანდიაში კომპანია საკმაოდ ისეთი არის მოკლედ ეს ოფისი ძალიან თანამედროვე და რაღაცა ბაზებიც არაუშავს ბაზებზე არის ხოლმე სამზარეულოს დუშის მოსასვენებელის საპირფარშო ყველაფერი ახალმე ბაზებზე გააჩნია ამ ბაზებზე ყველას არ უწევს ყოფნა ორ ეკიპაჟიანებზე არის ხოლმე ხშირად რომ ვთქვათ კონკრეტულ ბაზიდან სტარტავდა მოდიხარ და იქ ბაზაზე გაგდა ვთქვათ არა გაკ ეს არესხი სად გავრეცხო და სად ვიბანაო და რაღაცა ანუ მიდიხარ ერთი კვირით მოდიხარ ბაზაზე ანუ ერთ კვირეული რეუსები მაგათ აქვთ ოღონდ იქ აქვთ ანუ ჰოლანდიიდან დასტარტე მოხდი ჰოლანდიაში აქედან არა აქვთ პოლონეთიდან რომ დასტარტო რა თვითონ
სამუშაოს მოწყობას რაც შეეხება მეგობრებო, ანუ რაღაც საბუთები უნდა გქონდეთ, ან შემიძლია რაღაცა დაგაკვალიანო თქვა, სად გააკეთოთ და ბევრი დრო არ ხარჯოთ და ექსპერიმენტები რო არ ატაროთ, ასე რომ თქვა. ამის შემდეგ საბუთების მზადების პროცესში შესაძლებელია თუ არა და უკვე საბუთები რო გექნებათ მოწვევას გამოგზავნოთ, ვიზას აიღებთ, ვიზის შემდეგ ჩამოხვალთ ჩვენთან. პოზნანში ჩამოფრინდებით უпростоრეთ მოხვალთ ოფისში და ოფისში რომ მოხვალთ დაახლოებით 3-5 დღე ჭირდება პლუს მინუს ვერ გაიგებთ ვის რა სიტუაცია გაქვთ მეგობრებო შეიძლება ვიღაცას რაღაცა შეცდომა გქონდეთ საბუთებში ეგ უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე მაგრამ ზოგადად როგორ ხდება ამას გეუბნებით ან 3-5 დღე უნდა გაფორმებას ეს 3-5 დღე ოფისიდან სასტუმრომდე დაახლოებით 15 კილომეტრია და იქ შეგიძლიათ გაჩერდეთ ხოლმე უფასოდ მაგრამ მერე უკვე ფასიანი იქნება რა, ანუ როცა ჩამოხვალთ მოკლედ პოზნანში და მოხვალთ ოფისში, თქვა დღეს რაღაც საბუთს მოაწერეთ ხელი, მერე ხვალ თქვა წახვედით პესელი გააკეთეთ, პესელი აქაური პირადი ნომერია, როგორც ჩვენი მაგის garaში აქ ვერც ბანკში გახსნი ანგარიში და ვერც გაფორმე, ვერაფერს ვერ ამ პირველი ასაკმა გააკეთოთ, პრინციპში ბილეთის მერე თვითონავიდან გამოსვლის მერე პრინციპში პირველი კარტა იყიდოთ, პოლონური კარტა, ელემენტარული ინტერნეტი და კომუნიკაცია გქონდეთ და მერე პრინციპში პესელი უნდა გააკეთოთ ჩათვალეთ ოფისში მოსვლის მერე. ასევე ბანკის ანგარიშს გახსნით კომპანიის საფუძველზე კომპანია მოგცემთ მონაცემებს და მიხვალთ ამ ფურცლი და ბანკის ანგარიშს გახსნით და დაახლოებით 3-5 დღე მოკლედ აქ პოზნანში დადიხართ წინ და უკან ან გადიხართ ქალაქში ათვალიერებთ ან რაღაც ესეთი ამის შემდეგ უკვე პარასკევს და შაბათს დადის ხოლმე ყველა პარასკევს და შაბათს დადის იქით ღრმა ევროპისკენ ბუსები ანუ მიკროავტობუსები დაждებით ამ ბუსზე ჩაწერილი იქნებით გეცოდინებათ რომ ესა და ეს ნომერი ბუსი ჩემია ესა და ეს ნომერი ბუსი იმისია ნუ თუ ერთად ჩამოხვალთ რა თქმა უნდა ერთად მოხვდებით ბუსზე თუ რამდენიმე ადამიანი წამოხვალთ რა ვიცი ორი მეგობარი ან ცოლ-ქმარი ან რა ვიცი არა აქვს მნიშვნელობა ბუსი წახვალთ ბაზაზე რომელ ბაზაზე მაგას იქვე გეტყვიან მე წინასწარ გეტყვიან გერმანიაში მიდიხარ თუ ჰოლანდიაში აქ თუ ჰოლანდიაში აქ და უკვე იქ ბაზის ისინი არიან ესე რომ ვთქვათ ხელმძღვანელები ვინც არიან ბაზის ხელმძღვანელთან მიხვალთ ეტყვით ესა და ეს ვარ მოგცემენ მანქანას მოგცემენ ძღოლს უпростоრეთ თუ სტაჟიორი ხარ თუ არა ხარ სტაჟიორი და სავარაუდოდ პოზნანში შეგაბარებინებენ იმ გამოცდას თუ არა და იქ ბაზაზე რომ მიხვალთ იქვე გაივლით იმ გამოცდას და მიიღებთ მანქანას ან დამოუკიდებლად თუ გამოცდილი მძღოლი ხართ ან ვიღაც სტაჟ მასწავლებელთან ერთად ის რა ქვია თუ დამწყები ხართ ხო კიდე ერთი შეკითხვა გამომჩა რომელიც არ ამომწერია მაგრამ ბევრი სწავს ხოლმე აი ქართველთან თუ შეძლებ იმას რა ქვია სტაჟირების გავლას ქართველთან შესაძლებელი არის სტაჟირების გავლა ოღონდ სტაჟირება მაინც დამოკიდებულია მეგობრებო იმ ადამიანის უნდა გამოთქვა სურვილი უნდა დათანხმდეს იმიტომ რომ ყველას არ უნდა ეხა პირდაპირ გეტყვით და არაფერი არა დასამალი არ უნდა ეხა ყველას ამანქანაში ის რა ქვია სხვა რო ყავდეს თუნდაც ქართველი იყოს ქართველებს უფრო ვეხმარებით ხოლმე გეთანხმებით მაგრამ ეს ქართველები ხო ბევრი არ მუშაობენ ეხა ჩვენთან არა ხო და მაგალითად მუშაობს პირობითად 1300 მძღოლია და პირობითად არის 30 ქართველი ხო პირობითად იმიტომ რომ ბევრი პოლონელია ბევრი უკრაინელია მოლდოველია რუსები უკვე აღარ არიან რუსები იყვნენ მაგრამ აღარ არიან ხო და ამ 30 ქართველიდან ეხა წარმოვიდგინეთ 10 მშობლებაშია ვთქვათ 10 ისა 3 ეხა უკვე ერთ კვირაში მიდის უკან 5 ინგლისის რეიზზე დადის თქვენ ვერ გაყვებით იმიტომ რომ ინგლისის ვიზა არ გაქვთ ორს არ უნდა ვთქვათ ხო ხვდებით ანუ ძნელია მოხვედრა მაგის თქმა მინდა ანუ მე მარტო ქართველთან წამოვალ ზოგმა იცის და კი ბატონო მარტო ქართველთან წამოდით და შესაძლებელია მაგრამ ქართველთან მოხვედრა რახან ცოტანი არიან და სხვადასხვა სიტუაცია შეიძლება მოგიწიოს პირველივე კვირას შეიძლება მოგიწიოს 3 თვის მერე ან შეიძლება მოგიწიოს 4 კვირის მერე ან 7 კვირის მერე და გაწყობს ხო ხვდები ახლა 3 თვე და ის ბევრია მართლა მაგრამ ზოგადად ვიძახი რა და თან თუ რუსული არ იცით ჯერ ერთი სავარაუდოდ გამონაკლისი მანდაც არის მაგიტო ვიძახი მაგრამ თუ რუსული არ იცით თქვენ გაგიჭირდებათ მეგობრებო ანუ თუ რუსული არ იცით ნახე რას გულისხმობ მე პირადად რომ ჩამოვედი მე ვიძახდი რუსული არ ვიცი თქვა და რუსულად ხა კინოს უყურებდი მაგრამ ეს ლაპარაკი მიჭირდა ხვდებით ანუ ეს რაღაცა ვიჭედებოდი და 3 სიტყვა რომ ეთქვა მე-4-ზე გავჭედილიყავი всё ვერ გამეხსნები და ხმის ამომღები აღარ ვიყავი ის დღეს დასრულებოდა მაგრამ აქ რო ჩამოვედი და უკვე რომ რაღაცა და ერთხელ წავბორძიგდი ორჯერ და სხვა გზა არ მქონდა თან მე მესმოდა მაინც და რო ჩამოვედი ის პერიოდი ის 5-6 ადამიანი იმას საერთოდ არ ესმოდათ რუსულს არც კი ესმოდათ რას ლაპარაკობდნენ ხო და მე მომიწია ყველას მაგრად ლაპარაკი და მე აღმოვაჩინე თუმცა რუსული რამდენი მცოდნია და ეხლა ის რომ გითხრათ რომ ქართულად ესე მარტივად ლაპარაკობ არა მაგრამ არ მიჭირს უკვე საუბარი არავისთან ჩაულებრად ლაპარაკობ მაგრამ
თავისუფალი საუბარი სხვა რამე, ეხა ქართულად შემიძლია მარტო მომრავლება დავყო რა ვიცი ყველაფერი და ესე განმავრცო ხო, მაგრამ რუსულად ესე არ შემიძლია, მაგრამ საუბრობ უკვე და იმის გამო რომ თუ გვინოს გონიათ რომ რუსული არ იცით, თქვენ მხოლოდ გონიათ, ყველა მიცის რუსული რაღაც დონეზე, უბრალოდ შეხება რო არ გაქვს, ვერა ბავთ რა და აქ რო გექნებათ შეხება და სხვა გზა არ გექნებათ, 2-3 თვეში უკვე აი გაგების დონეზე ყველა ილაპარაკებს ჩემი აზრით, აი ყველა ილაპარაკებს საერთოდ. გაგების დონეზე უბრალოდ რომ აი იქ ვიყავი, მაგრამ თქვათ ვიღაცა გოგო მითხრა ხვალ მოდიო, თქვათ. აი ესეთი ელემენტარულ რაღაცას გეუბნებით. ხელი ფეხის დონეზე თუნდაც ეს თუ არ იცით გაგიჭირდებათ. ამ სამსახურში ზოგადად და თან აქ თუ რამე წინსვლა გინდა და ზოგადად რამე გინდა, მაგალითად უჟონჩი ზიან უკრაინელებსაც შეგიძლია შეხვიდე რაღაცას თუ ვერ გებულობ და რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გაიგებ პოლონად რა უნდა გაიგო, კონსულტაციას გაგიწერენ იმათ რა ქვია რუსულად. და თქვენს დაგჭირდებათ ეს რუსულის თემებში რაღაცეები რა მოკლედ. ხო და მოკლედ სტაჟირებაზე მეგობრებო თუ თქვათ იმ ბელორუსელთან ან უკრაინელთან მოგიწევთ დაждომა, ეგეც არ უნდა იყოს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მაინც მოგიწევთ საუბარი და რამე რო იყოს ერთ კაბინაში, ერთ მანქანაში მოგიწიოთ იმ რაღაცების გადალახვა ჯობია, ვიდრე თქვა ტელეფონში სადაც კავშირი არაა, ცუდად ისვის მანქანები დადიან და დისპეჩერს ელაპარაკები და იქ უნდა გადალახვა, ანუ ჯობს თავს ძალა თავიდანვე დაატანოთ, თუ ვინც რუსული არ იცით, რომ ცოტა გადალახოთ, ან ინგლისური იქნება იცოდეთ, ან პოლონური იცოდეთ, მაგრამ მარტო ქართულად აქ ვერაფერს ვერ ეზავთ, ხო ქართული დისპეჩერები ჩვენ არ გვყავს პირდაპირ გეტყვით. არის რაღაც კომპანიები, მაგალითად, ჩემი ერთ მეგობარი მუშაობს, მაგრამ ერთი ქართული დისპეჩერი ყავთ მარტო. ის თუ მშობლობაში წავიდა, მაინც იმ პოლონელთან ან იმასთან უწევს ტრანსლეიტით ლაპარაკი რა და აქედან გამომდინარე, ამიტომ ვიძახი, რომ ყველა ქართულთან ვერ მოხვდება და თუ მოხვდება, სავარაუდოდ უფრო მეტი ლოდინი მოუწევს. ვინც სტაჟირებაზეა, არა, რა თქმა უნდა, არავის არ ეხება, ანუ ჩამოვიდა, ჩააბარა ტარების გამოსთა რაღაცა გაიარ გამერე დაჟდა მანქანაზე წავიდა მორჩა. მოკლედ მე ჩამოდიხართ მანქანაზე ჯდებით, როგორც გითხარით, ვიღაცასთან, ამ ვიღაცასთან ერთი კვირიდან, 2 კვირა, 3 კვირა ასე უნდა ხოლმე პერიოდი, რატო ვიძახი, რომ ერთი კვირა ეხა რომ მანქანა წავიდა და მაგალითად არის რეისები, რომ წამოხვედი ერთი კვირაში უკვე ბაზაზე ხარ. კი ბატონო, მაგრამ არის რეისი, რომ თქვა 2 კვირა უნდება, 3 კვირა უნდება ერთ წელს რომ გააკეთოს მანქანა, ხო არ ვიცით იმ მომენტში თქვენ როდის ჩამოხვალთ, ხვალ ჩამოხვალთ 3 თვის მერე თუ 7 თვის მერე. ამიტომ სხვადასხვა ნიუანსებია, მაგრამ ზოგადად ასე ხდება თუ ერთი კვირიდან 3 კვირამდე. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, დროზე, წლის რომელ დროს ჩამოდიხართ, რამდენი მძღოლი ჩამოვიდა თქვენთან ერთად, ქართველები მაგალითად, ქართველების გარდასხვები და ასე შემდეგ. ბევრ ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად გათვლა ასეა აწყობილი, რომ ერთი კვირა, 2 კვირა, ერთი კვირა საკმარისია პრინციპში თუ ადამიანი იყოს მე მზადვარო. იმიტომ ამათ დაინტერესებაცაა შენ დროზე გაგიშვან, თორე ამა თუ 100 სტაჟიორი ჩამოიყვანეს და 3 თვე ასწავლეს, რა დაინტერესება აქვს, ხო? ამათ დაინტერესება, რომ 100 სტაჟიორიდან რა ვიცი, 80 გადავიდეს ერთ კვირაში, 20 გადავიდეს 3 კვირაში, თქვა. და ამათ დაინტერესებაც არის, როგორც თქვენი მე ასე. და მე სულ ვცდილობ ხოლმე, რომ ადამიანი რომ მოდის, მაქსიმალურად დროზე ავიდეს მანქანა და დროზე დაიწყოს თავისი ფულის გამომუშავება, რის გამოც ის წამოვიდა ქვეყნიდან, ხო, ასე რომ ვთქვა. ხო და ამიტომ მეგობრებო, ძალიან გრძელი ვიდეო კი გამომივიდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ამ ვიდეოში მართლა ძალიან ცოტა ვილაპარაკე, იმიტომ რომ უამრავი დეტალია. რატო ვიძახი, რომ გამგები კარგად გაიგებს, მაგრამ არის ადამიანები, რომელსაც არ ქონია ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგალითად ვიღაცა წავიდა მარტო ერთ სამსახურში მუშაობდა, მეტი არ უმუშავდა და ცხოვრებაში სხვადასხვა სიტუაციებთან შეჯახება არ ქონია და აი ასე ვთქვათ, მარტო არ დარჩენილა ცხოვრებასთან და მას შესაბამისად ბევრი შეკითხვა აქვს, მაგრამ ის ვთქვათ, ვიღაცა რომ დღეს აქ მუშაობდა, ხვალ იქ მუშაობდა, ზეგი მუშაობდა, მთელი ცხოვრება რაღაცა იმაშია, ბრძოლაშია და უკვე აი გასნობერებული აქვს, რომ რაღაცას ვერ შვება ადამიანი და მოდი ახლა სხვა ქვეყანაში ვთი იქნება და ჩემი ბრალი იქნება და ქვეყნის ბრალია და მე ვერ ვარცხნევ თავს იქნება, ქვეყნის ბრალი არაა და ხო ხდება რაღაც თავის ფიქრებში და იმებში, რომ ის უფრო მეტად გამოცდილი ადამიანი და იმას უფრო ცოტა აქვს შეკითხვები და უფრო სწორი მიმართულებით აქვს შეკითხვები, ასე რომ ვთქვათ რა. მაგრამ ვერ წარმოიდგენთ მეგობრებო, რამდენი ადამიანი და როგორი განსხვავებული ტიპის ადამიანები რეკავენ. მე ადრე ვქონია შეხება საქართველოში სხვა სამსახურში კადრების აყვანის. იქ სხვა განხრა გქონდა და დაახლოებით 1000 რეზიუმე მაქვს წაკითხული, 1000 რეზიუმიდან აყვანილი მყავს 7-8 კაცი, მეტი არა მეგობრებო, მეტი არ ვჭირდებოდა, დაჟე 5 ადამიანი მჭირდებოდა, მაგრამ 5 ადამიანისთვის თქვენ წარმოიდგინეთ 1000-ზე მეტი რეზიუმის წაკითხვა მომიწია, საიდანაც დაახლოებით 20-მდე ავიყვანეთ სტაჟირების პერიოდში და 20-დან დარჩა 7-8. ну 5 გჭირდებოდა, მაგრამ ის 2-3 იმდენად გაამართლეს, რომ დავიტოვეთ მე. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი რეკავს და რამდენი ადამიანს აქვს საერთოდ სხვადასხვა შეკითხვები და პასუხები. ამიტომ გაიწელა და ამიტომ შევეცადე მაქსიმალურად
იმას მექნა, რა ქვია, ისეთ შეკითხვებზე მაინც გამეცა პასუხი, რომელიც ერთ და იგივე მეორდება ხოლმე. ეხლა ამ ვიდეოს მაქსიმალურად შევეცდები, რომ ამოვჭრა მეგობრებო, დავაპატარაო და იმედი გაქვს აწი როცა დარეკავთ, გულახდილები ვიქნებით მეგობრებო და თუ ისეთი ადამიანები დარეკავენ პირდაპირ, ვინც ჩამოყალიბებულია, ჩემს გარდა კიდე სხვაგანა აქ ინფორმაციები მოძიებული მე მოვდიოდი მთელი YouTube გადატრიალებული მქონდა თუ სადმე რამე იყო კარგის და ცუდის ყველაფერი რაც შევძელი ვისი ყურებას მოვასწარი უყურე იმიტომ რომ ყველაფერი უნდა რომ ცოდნა და აი ესეთი ადამიანები თუ დარეკავენ მე ხარული ვიქნები თუ არა და კი ბატონო დასვით შეკითხვა ოღონდ გთხოვთ იყავით გულახდილები მეგობრებო პირდაპირ მითხარით რაზე ვსაუბრობთ ახლა გინდათ წამოსვლა უბრალოდ ინფორმაცია გინდათ მერე ფიქრობთ თქვენი მეუღლისთვის გინდათ რომ გაიგოთ თქვათ ან თქვენი ბაბუისთვის გინდათ ან რა გინდათ პირდაპირ გულახდილები ვიყოთ მეგობრებო და თქვენც უფრო სწორ პასუხს მიიღებთ და მეც უფრო იმას ვიზავ რა ქვია მეც მადლობელი დაგრჩებით ესე ვთქვათ რომ ზედმეტ დროს არ დავხარჯავთ კარგი მეგობრებო მოკლედ სულ ეს იყო აბა თქვენ იცით წარმატებები ყველას